გამარჯობა. გამარჯობა თბაშვილო, სალამი. გამარჯობა. გამარჯობა. Let's go. დეკემბერი ყველაზე კარგი თვე არის ჩემი აზრით ლექციებისთვის, იმიტომ რომ ის დროა, როცა მუშაობის, ფიქრის, რაღაც ახლის გაგების დრო არის. იმიტომ რომ გარეთ არ გაისვლება, ცუდი ამინდია, პანდემიის გამო ასევე ძალიან შეზღუდულია ჩვენი გადაადგილების საშუალებები და ცოტა მოულოდნელია, რომ ასე დროს სტუდენტები მაინდა-მაინც დიდ ინტერესს ლექციებზე სიარულის მიმართ არ იჩენენ. მით უმეტეს სიტყვა სიარულიც ძალიან პირობითია, საჭირო უბრალოდ კომპიუტერთან მისვლა და კომპიუტერის ჩართვა, ხო? ნუ რა სიზამ. ასეა თუ ისე ჩვენ მოგესალმებით მათ, ვინც დღეს მოხვედით ჩემი ლექციის მოსასმენად. მე მგონი ძალიან საინტერესო თემა გველის, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ესეთი უჩვეულო თემა ამ ჩვენ კურსში, იმიტომ რომ ჩვენი ლექციების კურსის სახელი არის მეცნიერების ამოხსნილი და ამოხსნელი საიდუმლოებანი და ძირითადად საუბრობთ ბუნებისმეტყველებაზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, ხო? მაგრამ აი დღევანდელი ლექციის თემა შეიძლება ითქვას, რომ სხვა სფეროდან არის, უფრო ხელოვნებას ეხება, თუმცა ჩვენ ნახავთ, რომ რაზეც დღეს ვილაპარაკებთ, ეს თემაც უკავშირდება საბოლოო ჯამში მეცნიერებას, უკავშირდება მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, ჩვენ ამასაც შევეჩვიეთ უკვე, რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ მულტიდისციპლინარულ პრობლემებზე, ისეთ პრობლემებზე, რომელიც არ თავსდება რომელიღაც ერთი მეცნიერების დარგის ფარგლებში, არამედ მოითხოვს რაღაცა ძალიან განსხვავებული ცოდნის და განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანების ერთდროულად ერთობლივ შეტევას, ხო, ამ საკითხზე და აი ასეთი საოცარი რამ არის ის ფერწერული ნამუშევარი, რომელზეც დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ, საიდუმლო ცერობა, ლეონარდო და ვინჩისი. ეს იქნება ჩვენი ლექციის მთავარი თემა, მთავარი გმირი, ასე ვთქვათ. თუმცა ვილაპარაკებთ არა მხოლოდ უშუალოდ ამის შესახებ, არამედ იმ საკითხებზე, რომელიც დაუკავშირდა სწორედ ამ საიდუმლო ცერობის თემას და სინამდვილეში გავალთ რაღაც უფრო ზოგად და მე ვიტყოდი ცოტა არ იყოს წინააღმდეგობრივ საინტერესო საკამათო საკითხებზე, თეორიებზე, იდეებზე, რომელიც აი ამ ბოლო პერიოდში გამოითქვა.
სხვადასხვა ისტორიული და თქვათ რელიგიური შინაარსის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, ხო? ასე რომ ლექციის სათაური პირობითად არის საიდუმლო სერობის საიდუმლო. მე მგონი პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ლექციის სათაურში სიტყვა საიდუმლო ორჯერ მეორდება, იმიტომ რომ თვითონ საგანს ქვია, ხო, საიდუმლო სერობა. ეხლა, გმირიო მე ვახსენე და მთავარი გმირი ჩვენი დღევანდელი ლექციისა არის აი ეს ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი, რომელიც რა შეიძლება მის შესახებ თქვა, ისეთი რაც არიცით. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც აღორძინების ეპოქის ადამიანს, ანუ ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მრავალმხრივი, მრავალფეროვანი ინტერესებით. იყო არა მხოლოდ მხატვარი და მოქანდაკე, არამედ იყო არქიტექტორი, მუსიკოსი, იყო ძალიან ესეთი მონდომებული და ნიჭიერი ინჟინერი, მათემატიკოსი, ერთ-ერთი პირველი, ვინც განავითარა დარგი მეცნიერებისა, რომელსაც ქვია ანატომია. აი, ბევრმა არ იცის, რომ ლეონარდო და ვინჩი ახალგაზრდობაში ძალიან დიდი რისკის ფასად, სხვათა შორის, მაშინ, როდესაც ის ცდილობდა შეესწავლა ადამიანის სხეულის აგებულება, შეუთანხმდა, ესე იგი, სასაფლაოს დარაჯებს და მოკლედ უპატრონო ახალგაზრდაცვლილი, თქვათ, ღარიბი ადამიანების გვამებს მათგან იდულობდა, მოქონდა თავის მაშინ, რა ქვია, სახელოსნოში და ასე თქვათ, სწავლობდა მათ აგებულებას. ეს მაშინ აკრძალული იყო ასეთი რაღაცების ჩატარება, ანუ ამისთვის შეიძლება ძალიან დაესაჯათ კიდევაც, რომ გაეგოთ ასეთ რაღაცას აკეთებდა. ეს იყო მისი, როგორ გითხრათ, აი, ზოგიერთი ამბობს, რომ ჭარბი ცნობის მოყვარეობა. საერთოდ ცნობის მოყვარეობაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ წინა ლექციებზე და ვთქვით, რომ ეს ადამიანის ერთ-ერთი ესეთი ძალიან დადებითი და კარგი თვისება, რომელიც ეხმარება მას სამყაროს შეცნობაში, იმაში, რომ არა უბრალოდ მეტი იცოდეს, არამედ მეტი შეეძლოს, იყოს უფრო ძლიერი, უფრო გაგებული, უფრო მეტად მართოს თავისი ცხოვრება, მოაწესრიგოს ცხოვრება, გააუმჯობესოს, ხო? შესაბამისად, ცნობის მოყვარეობა არის როგორც აი მამოძრავებელი ძალა, იმპულსი იმისა, რასაც ქვია მეცნიერება, რა. და აი ლეონარდოს ჰქონდა ეს ცნობის მოყვარეობა და ამიტომაც იყო, რომ აი ამდენ რაღაცაში სცადა ბედი და სადაც კი სცადა რაღაცის გაკეთება, ყველგან გამოავლინა თავისი ნიჭიერება, თავისი ენთუზიაზმი და ამიტომაც არის, რომ დატოვა ასეთი ღრმა კვალი კაცობრიობის ისტორიაში. არ შეიძლება თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ რაღაც უდიდესი მხატვარი, ხო? რა თქმა უნდა, იყო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი, მაგრამ ამავე დროს იყო აი ასეთი, ну, მოდი ასე ვთქვათ, მრავალმხრივი ნიჭით და რაც თავარია, აი უსაზღვრო, უკიდეგანო, ცნობის მოყვარეობით დაჯილდოებული ადამიანი და არ არის გასაკვირი, რომ ასე ვთქვათ, მის შესახებ დღესაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, კამათობენ. მისი ბიოგრაფია არაერთხელ გამხდარა შესწავლის საგანი სხვადასხვა ისტორიკოსების მიერ. ასე რომ, რა ვიცი, აბა, საინტერესო პიროვნებაა ყველანაირად და დღეს ჩვენ იგი გვაინტერესებს როგორც საიდუმლო სერობის ავტორი. ამიტომ მოდი ახლა საიდუმლო სერობაზეც ვთქვათ, რამდენიმე სიტყვა. ეს ნახატი, არ ვიტყვი ფრესკა, იმიტომ რომ ახსნი როგორ არის იგი დახატული და ის არ მკაცრად რომ ვთქვათ, ის არ არის შესრულებული იმ წესების მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა მაშინ და მერეც კედელზე მხატვრობის სტანდარტულ, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიაში. საქმე იმაშია, რომ როდესაც ესე იგი იხატებოდა ჩვეულებრივ, აი რენესანსის ეპოქაში ფრესკები, გამოიყენებოდა ასეთი ტექნიკა, სველ ბათქაშზე ხდებოდა დახატვა და ეს ესე იგი საშუალებას იძლეოდა რისი, რომ ძალიან მდგრადი და ისეთი ნახატი გამოდიოდა, რომელიც უძლებდა მერე წლების საუკუნეების მანძილზე, ასე ვთქვათ, გამოცდას და გამოდიოდა ნახატი ფრესკა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე, ასე ვთქვათ, ინარჩუნებდა თავის პირვანდელ ფერადოვნებას, მაგრამ ჰქონდა ერთი ძალიან დიდი ნაკლი ამ მეთოდს, რომ ასეთნაირად ხატვის დროს, ესე იგი, ის რაც უკვე დაიხატებოდა, იმის შეცვლა იყო ძალიან ძნელი. ანუ ძალიან რთული იყო
თითქმის შეუძლებელი იყო უკვე დახატული დეტალების გადაკეთება და ლეონარდო როგორც ჩანს სხვანაირად მუშაობდა, ანუ მას უყვარდა აქაც ექსპერიმენტები, ანუ რაღაცას შესაძლოა დახატავდა, შემდეგ თქვა თუნდოდა რომ ეს ცოტა სხვანაირად ყოფილიყო გამოსახული, ამას ცვლიდა. ამიტომ მან აქაც გამოიყენა მეთოდი, რომელიც თვითონ გამოიგონა. იგი კედელს ფარავდა რაღაც სპეციალური მასალით და შემდეგ ამ მასალაზე ხატავდა უკვე ტემპერას საღებავებით, რომელთა რეცეპტი ასევე თვითონ ჰქონდა მოფიქრებული. და აი შეიძლება ითქვას, რომ აი გენიალური ადამიანებიც არ არიან ყოველთვის ყველაფერში გამარჯვებულები. ეს მეთოდი ლეონარდოსი არ აღმოჩნდა მაინდა-მაინც კარგი თვალსაზრისით, რომ ნახატი გამოვიდა შესანიშნავი, ანუ ვინც ნახა იგი დასრულების შემდეგ 1498 წელს, ყველა მას აღიარებდა როგორც უდიდეს შედევრს, მაგრამ ძალიან მალე გავიდა რამდენიმე წელი და ნახატმა დაიწყო დაზიანება, ესე იგი აღმოჩნდა ეს ტექნიკა, მეთოდი ხატვისა არც ისე საიმედო და უკვე აი ვაზარი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრობდა არც ისე დიდი ხნის შემდეგ ლეონარდოს მერე, უკვე წერდა, რომ აი ნახატიო უკვე ძალიან დაზიანებულიაო და ალბათო გავაო რაღაც 1-10 წელიო და მისგანო არაფერი არ დარჩებაო. ანუ ნახატი თანდათან უფრო და უფრო უარესდებოდა მისი ხარისხი. სად არის იგი დახატული? აი ამ ეკლესიის, ეს მილანში არის ეს ეკლესია, სანტა მარია დელე გრაცია, ასე ქვია. მის სატრაპეზოში, სატრაპეზო დარბაზის კედელზეა. საკმაოდ დიდი ზომის ნახატია, ესე იგი დაახლოებით 4,5 მეტრი, თითქმის 9 მეტრზეა, ესეთია ამ ნახატის ზომები. ცნობილია, რომ დაიწყო მან მუშაობა 1495 წელს. მუშაობდა დიდხანს, საერთოდ ლეონარდო ძალიან ნელა და დიდხანს ხატავდა და ამიტომაც არ არის ალბათ გასაკვირი, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ აქვს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფერმწერის სახელი, ხო, დამსახურებულად, მაგრამ ძალიან ცოტა შემორჩა მისი ნახატი, ისეთი, რომელიც აი დანამდვილებით ვიცით, რომ ლეონარდოს დახატული ასეთი ნახატების რაოდენობა ძალიან ცოტაა, სწორედ იმიტომ, რომ იგი არ იყო განსხვავებით ზოგიერთი სხვა დიდი მხატვრისგან ძალიან პროდუქტიული. შეეძლო ერთი და იგივე ნამუშევარზე ძალიან დიდხანს ესეთი ემუშავა და უამრავი ესკიზი შეექმნა, ძალიან დიდ წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოს ატარებდა. აი თქვენ აქ ფონად ხედავთ ესეთ ფიგურებს, რომელიც არის აი სწორედ ის ესკიზები, რომელსაც ლეონარდო აკეთებდა წინასწარ ქაღალდზე, სანამ უშუალოდ დაიწყებდა თვითონ ამ ფრესკის ხატვას. ამ ესკიზების დიდი ნაწილი შემორჩენილია, ისინი ინგლისის სამეფო გვარის ვინძორის სასახლის საცავში ინახება და აი გამოქვეყნებულიც არის სხვათა შორის ეს ნახატები. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩანს როგორ მუშაობდა ლეონარდო აი ამ თავისი საიდუმლო სერობის იდეაზე მუშაობდა შეიძლება ითქვას, ანუ თავიდან ის თითქოს და ცდილობდა წარმოედგინა როგორ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გამოსახული. ხა ის არ იყო ბუნებრივია პირველი ვინც საიდუმლო სერობა დახატა, ჩვენ ვნახავთ რომ ეს თემა იყო მაშინდელ მხატვრობაში ძალიან პოპულარული და რამდენიმე შესანიშნავ მხატვარს, როგორც ლეონარდომდე, ასევე მის შემდეგ აქვს იგივე თემა დახატული სხვადასხვანაირად. სხვადასხვანაირად იმიტომ ამბობ, რომ ტრადიციულად მათ გამოსახავდნენ მაგიდასთან განლაგებულებს, ხო, ქრისტეს და მოციქულებს, მაგრამ ზოგიერთი მხატვარი ხატავდა ამას როგორც წრიული ფორმის მაგიდას, ზოგი კიდე სხვანაირად, ზოგი სხვანაირად განალაგებდა, ვთქვათ, ამ ადამიანებს არა, ზოგი სხვანაირად, ამიტომ საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებაა. თუმცა იმ პერიოდში უშუალოდ აღორძინების ეპოქის აი იმ პერიოდში, გულისხმობ მე-15-მე-16 საუკუნეები, რაღაცნაირად ჩამოყალიბდა თითქოს ერთი და იგივე ტიპოლოგია და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი საიდუმლო სერობა ერთმანეთს გავს მთელ რიგ დეტალებში. ლეონარდოს ნახატშიც არის ასეთი მსგავსებები სხვებთან, ჩვენ ამას ვნახავთ, საკმაოდ საგულისხმო მსგავსებები, მაგრამ არის ასევე უამრავი განსხვავება და განსხვავებები ხშირად არის დეტალებში, ისეთ დეტალებში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ესეთია უჩვეულოა და აი სწორედ ამ დეტალების უჩვეულობა იწვევს ხშირად თანამედროვე ხელოვნებამცოდნეებში, მეცნიერებში დიდ კამათს და გაუგებრობას, იმიტომ რომ ზოგიერთი სწორედ აი ამ დეტალებში ხედავს
რაღაც ისეთ განსხვავებულ ერეტიკულ, თქვათ, იდეებს, რომლებიც თითქოს და ლეონარდომ ჩადო ამ თავის საიდუმლო სერობაში, ხო? ესე იგი, როგორც გითხარით, ხატავდა იგი არა სველ კედელზე, არამედ მშრალ კედელზე, რომელიც იყო წინასწარ დაფარული კუპრის, თაბაშირის და მასტიკის ნარევით, იყენებდა ტემპერას საღებავებს და აი სწორედ ამის გამო გამოვიდა, რომ მისი ნახატი იყო ბევრად უფრო ნაკლებად გამძლე გამოვიდა, ვიდრე თქო ჩვეულებრივი ფრესკებია. რა მომენტია გამოსახული ახლა აი ამ ლეონარდოს საიდუმლო სერობაში? თუ დავაკვირდებით და თუ გავიხსენებთ რა წერია საიდუმლო სერობაზე სახარებაში, მივხვდებით, რომ აქ ლაპარაკია იმ მომენტზე, როდესაც იესო მიმართავს მოციქულებს და ეუბნება მათ, რომ ერთი თქვენგანი გამცემს მე. და მერე იოანეს უწერია სახარებაში, რომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს გაოგნებულებმა ვიზზე თქვაო, ანუ ვის გულისხმობსო, ხო? აი ეს მომენტია თითქოს აქ გამოსახული, როცა აი ქრისტეს ეს უკვე ნათქვამი აქვს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ მოციქულები არიან ძალიან გაკვირვებული, აღზნებული, ზოგიერთი მათგანი გაბრაზებულიც არის, ხო? რაღაცასაც ცდილობენ თითქოს უთხრან, მეტი კითხონ, რომ უფრო მეტად აუხსნას თუ რას ვიზე ლაპარაკობს, ხო? ზოგიერთი ერთმანეთში ლაპარაკობს, მოკლედ ძალიან ისეთი საინტერესო დინამიური სცენა. აი ხო ამ ნახატის თავისებურება რაშია? ხა გასაგებია, რომ ნახატია, ხო? ეს არის როგორც აი ერთი მომენტია თითქოს მასზე გამოსახული, მაგრამ როდესაც ამ ნახატს უყურებ, ხო, არ გაქვს იმის განცდა, რომ ეს არის რაღაცა ფოტოგრაფია, გაყინული ესეთი სიუჟეტი, არამედ აი მასში რაღაცა დინამიკაა, რაღაც მოძრაობაა და აი როდესაც პირველად ხედავ განსაკუთრებით ორიგინალს, იმიტომ რომ ხა კომპიუტერის ეკრანზე დანახული ეს არის რაღაცა ძალიან მწირი და ესეთი აბსოლუტურად არაადეკვატური და როცა ხედავ ამას მთელ თავის მშვენიერებაში, ხო? ამ დროს შთაბეჭდილება არის აი განუმეორებელი. ხა მე ნანახი მაქვს თვითონ ეს ორიგინალიც, რომელიც მილანშია და რომელიც როგორც ხედავთ, საკმაოდ დაზიანებულია, მთელი რიგი მისი დეტალები. ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, თუ რატომ და როგორ არის დაზიანებული. ძალიან ბევრი რაღაცა გადაკეთდა იქ, მოგიყვებით მე ამ ისტორიას, როგორ ერთხელ კინაღამ დაინგრა საერთოდ ეს შენობა დაბომბვის დროს, მე თვითონ მონასტრის ესე იგი მესვეურებმა იქ რაღაცები გადააკეთეს, აი მაგალითად აქ კარები გამოჭრეს აი აქ ქვევით და ხედავთ აი ამ ადგილას საერთოდ ნახატი განადგურებული აღარ არსებობს, ხო? ისე რომ საერთოდ სასწაულია რომ შემორჩა ეს საიდუმლო სერობა, თუმცა კი ძალიან დაზიანებული ფორმით. მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ და საბედნიეროდ არსებობს მისი რამდენიმე ძალიან ოსტატურად შესრულებული ასლი და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ასეთი ასლი, რომელიც მიეწერება ლეონარდოს მოსწავლეს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და კარგ მხატვარს, მისი სახელოსნოდან, ეს იყო ანდრეა სოლარი. აი ეს ანდრეა სოლარის მიერ დახატული ასლი, რომელიც მან დახატა ორიგინალიდან რამდენიმე წლის შემდეგ და რომელიც არის ზეთის საღებავებით შესრულებული ტილოზე, ნატურალური ზომის, ანუ ზუსტად ისეთივე ზომის, როგორც ორიგინალია. აი ეს კოპია, ეს ასლი არის ძალიან კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებული და იგი იმყოფება დღეს ბელგიაში, ერთ-ერთ სააბატოში, ტონგერლოს სააბატოში. და აი, როდესაც ეს ასლი მე ვნახე, თქვენ ხედავთ აქ შემდეგ სურათზე ამ ასლს, აი ხედავთ რამხელა განსხვავებაა, ხო? როგორ რა მდგომარეობაშია ორიგინალი და როგორ გამოიყურება ასე. აი ასეთი იყო, შეიძლება ითქვას, საიდუმლო სერობა მაშინ, როდესაც ის დაიხატა. მე ჩვენ ცალკეულ ფიგურებსაც ვნახავთ უფრო გადიდებულად, შევადარებთ როგორ არის ასე ვთქვათ, შემორჩენილი ასლზე და რა მდგომარეობაშია ორიგინალზე და დავინახავთ, რომ მართლა ძალიან დიდი განსხვავებაა. და როგორ არის ეს გაკეთებული, იცით, თავიდან ეს ასლი ეკლესიაში იყო იქაც, ტონგერლოს სააბატოში, მაგრამ შემდეგ 60-იან წლებში, მე-20 საუკუნისა, ქურდები, მძარცველები შევიდნენ ამ ეკლესიაში, უნდათ ძვირფასეულობის გატანა და ეს ნახატი, რომელიც დიდი ზომის არის, დაახლოებით 5-8 მეტრზე, ხო?
ის კედელზე ეკიდა და იმ კედელში ნახრეთი გააკეთეს, ეს ნახატიც გამოჭრეს შესაბამისად და ესეთ დიდი ზომის და ასეთ უნიკალურ ფერწერულ ტილოს წაღება ვერ გაბედეს, იმიტომ რომ სად გაყიდიდნენ, ამიტომ აი ესე გაჭრილ დაზიანებულ მდგომარეობაში დატოვეს და შემდეგ რესტავრატორებმა ოსტატურად ეს გაჭრილი ტილო აღადგინეს ისე რომ კვალიც კი არ ემჩნევა იმისი, რა ქვია, იმ სადაც იყო გაჭრილი. და ამის შემდეგ ბელგიის მთავრობის დახმარებით იქვე სააბატოს ტერიტორიაზე აშენდა პატარა პავილიონი, როგორც პატარა კინოდარბაზი, სადაც არის დაახლოებით 100 ადგილი. და ამას ქვია ლეონარდო და ვინჩის მუზეუმი. აი, როდესაც იქ შედიხარ, ეს წარმოედგინეთ ეკრანი, სადაც კინოში ეკრანია, იქ კედელზე, აი კიდია ეს ნახატი. ჭდები და ნუ ეს აი განუმეორებელი საბეჭდილება აქვს, თითქოს რა ერთი და იგივეა, ხო, რამდენხანს უნდა უყურო. შეიძლება ისე უყუროთ 15 წუთი, 20 წუთი, ნახევარი საათი და რაღაცნაირად აი შენ თავში, ასე ვთქვათ, ეს რაც აქ არის გამოსახული, ეს თითქოს ცოცხლდება და შენ თითქოს აი მოწმე ხდები, უშუალო მოწმე ხდები იმ დრამატული ამბებისა, რაც ხდება სწორედ აი საიდუმლო სერობის. ერთ სიტყვით, აი მართლა რაღაცა მაგიური მიმზიდველობის ნახატია და სწორედ ისე კარგად აქვს ეს იქ გაკეთებული, რომ აი ვინც იქ ერთხელ მაინც ყოფილა, მერე უნდა რომ კიდევ და კიდევ მივიდეს და მე როცა კი ვარ ხოლმე ჩასული ლუვენის უნივერსიტეტში ყავს ჩემი კოლეგები, ვისთანაც თანამშრომლობ უკვე წლების მანძილზე და როგორც წესი, როცა იქ ვარ, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ტონგერლოში ჩავიდე და ჩამყავს იქ, რა ვიცი, სტუდენტები, მეგობრები, თანამშრომლები, მოკეთ ძალიან ესეთი ადგილია რა, აი რომელიც მაგნიტივით გიზიდავს და ყოველთვის გინდა რომ კიდევ და კიდევ ნახო. თან ეს არის რა, ეს არ არის თვითონ ლეონარდოს ნახატი, ხო, ეს არის მისი მოსწავლის შესრულებული ოსტატურად ძალიან კარგად შესრულებული ასლი. თვითონ ანდრეა სოლარი იყო მშვენიერი მხატვარი, მისი ნახატები მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში ინახება, ანუ მისი როგორც მხატვრის რეპუტაცია ძალიან დიდია, თუმცა რა თქმა უნდა, ასლი მაინც ასლია და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ასე ვთქვათ ვივარაუდოთ თუ როგორი იქნებოდა ორიგინალი მაშინ, როცა ის იყო ისეთივე კარგ მდგომარეობაში, როგორშიც ეს ასლია, ხო? თვითონ ამ ასლის შესახებ ბევრი არაფერი არ ვიცით, ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, სხვა შორის ცოტა არ იყოს საიდუმლოებით მოცული ისტორიაა. ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ამას წინათ ერთმა ჰოლანდიელმა კვლევარმა საიდუმლო სერობის შესახებ და ეს დოკუმენტური ფილმი არის სხვათა შორის ინგლისურ ენაზე, იგი ხელმისაწვდომია YouTube-ში. მე გამოგიგზავნით თქვენ ამის ლინკს, ისე რომ ვისაც გაინტერესებს ესეთი რამეები, გირჩევთ რომ ნახოთ, ესეთი 45 წუთიანი ფილმია, სადაც ავტორი სწორედ აი ყვება საიდუმლო სერობის დახატვის ისტორიას, იმას თუ შემდეგ რა მოხდა, როგორ დაიხატა ეს ტონგერლოს ასლი, თვითონ ეს ავტორი მოგზაურობს, ჩადის მილანში, ჩადის მერე პარიზში, ჩადის სადაც ლეონარდო წლების მანძილზე ცხოვრობდა, ჩადის მერე ბელგიაში, ტონგერლოში, სადაც ამ ასლს ნახავს, ელაპარაკება იქ რა ქვია, სასულიერო პირებს, ბერებს, რომლებიც სააბატოში ცხოვრობენ. მოკლედ ძალიან საინტერესო ესეთი გამოკვლევა ფილმია, რომელიც აი რა ვიცი, მე მგონი ის რომ ნახოთ და თქვენც აი თითქოს ამ მოგზაურობის ნაწილი გახდებით, ხო და მოკლედ რა ირკვევა? ირკვევა რომ როგორც ჩანს ეს ასლი დაიხატა ასეთი მიზეზით, რომ ესე იგი მოიცეთ ერთ წუთი ვიღაცა დააგვიანდა. ესე როდესაც უკვე საიდუმლო სერობა დახატული იყო მილანში, სატრაპეზოს კედელზე, ამ დროს საფრანგეთის მეფე იმყოფებოდა მილანში და მან მოინდომა, საერთოდ მას აინტერესებდა ეთყობა ფერწერა, ხელოვნება, ლეონარდო და ვინჩის მაშინ უდიდესი სახელი ჰქონდა და მოკლედ მან მოინახულა ეს სატრაპეზო, სხვა ეკლესიები, ნახა სხვადასხვა ცნობილი ფრესკები და ისე მოიხიბლა საიდუმლო სერობით, რომ როდესაც ლეონარდოს სახელოსნოში მივიდა, თურმე უთხრა მას, რომ მინდაო ასლიო ამ ნახატისო, თანაცო ნატურალური ზომისო. უნდა დამიხატოთო და ლეონარდომ უთხრა, მე ამას ვერ გავაკეთებო, იმიტომ რომ უამრავი სხვა საქმე მაქვს, მაგრამ აგერო აი ჩემი მოსწავლეო, ჩემი საუკეთესო მოსწავლე არისო, ეს მხატვარეო და მას თუ გადაუხდითო, ისო
ძალიან მაღალი დონის ასლს გააკეთებსო და აი ასეთნაირად თითქოს შეიქმნა კი არის ფილმი, რომელსაც ქვია და ვინჩის კოდი, ამის შესახებაც ვიტყვით. კი ბატონო, კი, ნამდვილად ესეა. სალომე. ხო და აი ესე იგი ასეთნაირად მოხდა რომ მეფემ შეუკვეთა მოკლედ ამ ასლის დახატვა, იგი დაიხატა. მაგრამ ამასობაში მეფე გარდაიცვალა. საფრანგეთში დაიწყო რაღაც არეულობა, როგორც ხშირად ხდებოდა, როცა ერთი მეფე კვდებოდა და მეორე მოდიოდა. ამიტომ ეს შეკვეთა დარჩა დამზადებული, მაგრამ ასე ვთქვათ, შემკვეთი აღარ არსებობდა, ხო? და ასე დროს აი სწორედ გამოჩნდნენ ეს ბელგიელი სასულიერო პირები, რომლებიც იყვნენ ჩამოსული ეთყობა მილანში და მათ მოინდომეს ამ ასლის ყიდვა და ის შეიძინეს 1555 წელს. ეს ზუსტად არის ცნობილი, იმიტომ რომ სააბატოს ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება ეს, ასე ვთქვათ, დავთრები, რომელშიც არის ჩაწერილი ძალიან აკურატულად თუ რას და როგორ ყიდულობდნენ ისინი და აი სწორედ იქ წერია, რომ სააბატომ 1555 წელს შეიძინა ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის ასლი და აი მას შემდეგ ეს ასლი სწორედ იმყოფება აი ამ ტონგერლოს სააბატოში. ხო. ეხლა ჩვენ რომ უფრო კარგად წარმოვიდგინოთ მაინც აი რამდენად დაზიანებულია საიდუმლო სერობის ორიგინალი, ამისთვის სასარგებლოა ჯერ ერთი გადავავლოთ თვალი უფრო დეტალურად მაინც ვინ და როგორ არის გამოსახული ამ წინვალე ნახატზე და შემდეგ აი შევადაროთ ეს მე გავაკეთე სპეციალურად ავიღე თვითონ ჩემივე გადაღებული აი ტონგერლოში ამ ორი ასლის ცალკეული ფრაგმენტები და ისინი პარალელურად სლაიდებში ჩავდე თქვათ მილანში ორიგინალიდან აღებულ შესაბამის ფრაგმენტების გვერდზე ისე რომ თქვენ საშუალება გექნებათ შეადაროთ ერთმანეთს ასე თქვათ ესენი და ნახოთ თუ რამდენად დიდია განსხვავება. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდით, მოდი უბრალოდ აი უფრო დეტალურად შევხედოთ მაინც ვინ არის და როგორ არის გამოსახული აქა. ესე იგი თუ დავიწყებთ მარცხნიდან, აქ აი პირველი სამეული მოციქულების საერთოდ თუ დავაკვირდებით, კომპოზიცია ძალიან საინტერესოა. ნახეთ, აი 12 მოციქულია ხო გამოსახული და ეს 12 ადამიანი ესე ჯგუფებად არის 3-3 ადამიანი. ნახეთ, აი ერთი სამეული აქ არის, მეორე სამეული აქ, მესამე აი აქ და მეოთხე აქ. ნუ ცენტრში თვითონ იესოა, ხო? ზოგიერთი მკვლევარი სხვა შორის ამაშიც რაღაცა ლეონარდოს საიდუმლო მესიჯს ხედავს, რომ თითქოს აი მან ესე სამეულებად რო განალაგა, ამითი თითქოს აი რაღაცის თქმა უნდა ჩვენთვის, რომ აი ესე იგი რაღაცა იდეაა თითქოს ამაში ჩადებული და ნუ ეს აზრები ამის ამასთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ ამაზე ხარ შევჩერდებით. თუ გაინტერესებთ, ყოველთვის შეგვიძლიათ ეს ლიტერატურა თქვენთან ნახოთ, გაეცნოთ. ხო, მოკეთ აი ვინ არიან ესენი? ესე იგი, დავიწყოთ აქედან, აი ხედავთ ეს პირველი სამეული, ესენი არიან ბართლომე, იაკობ მცირე და ანდრია, აი ეს სამი მოციქული. ერთ წუთი ვიღაცა რაღაცას წერს და ვნახო. მაი ავტვირთავ ამ ლექციას, კი ბატონო, ავტვირთავ. კი ბატონო. ოღონდ მომისმინეთ რა, მე ერთმანეთში ნულაპარაკობთ და ერთმანეთში ნუ გაქვთ მიმოწერა კაცო. და მეც ამ თქვენი შეკითხვებით მიშლით იმაში რა ქვია. ლექციის სვლელობაში იცით რა შეგიძლიათ, თუ რაღაც კითხვები გვაქვთ, დამიწეროთ ან შესვენებისას ვკითხოთ, ან ლექციის ბოლოს ვკითხოთ, ხო? მე მგონი ესე ჯობია. ხო, მოკეთ აი ვინ არიან ესენი? ბართლომე, იაკობ მცირე, ანდრია. შემდეგ აი ძალიან საინტერესო სამეულია, ნახეთ, იუდა, პეტრე, იოანე, თან დააკვირდით აი იუდა როგორი მუქი ფერის არის. საერთოდ აი ჩვენ რო შევხედოთ თლიან კომპოზიციას, ნახეთ, ყველაზე მუქი არის იუდა, იმდენად მუქია, რომ კარგად უნდა დააკვირდე, რომ დაინახო. ნუ ეს ის მოციქულია, რომელმაც უღალატა, ხო, იესოს და ესეც შემთხვევითი არ არის, რომ ის ესეთი რაღაცნაირი ბნელი ფიგურაა, ხო? რო დააკვირდეთ კარგად, შემდეგი სიბნელით აი თომაა, რომელიც ასევე მართალია არ უღალატია იესოსთვის, მაგრამ სკეპტიკოსი იყო, ხო? ამიტომაც მიიღო მეტსახელად ურწმუნო თომა, რომ ის ასე ვთქვათ, რაღაცეებში არ უჯერებდა და ეკამათებოდა იესოს და აქაც ჩანს, რომ აი იესომ რო თქვა, რომ ერთ-ერთი თქვენგანი გამცემსო, ხო? ეს თომა აღშფოთებულია და რაღაც ელაპარაკება უნება, რომ
ალბათ ეუბნება, რომ დაასახელება, ვინ არისო, ხო? მაგრამ აი იუდა მართლა ძალიან საინტერესოა, ხედავთ, აი იუდა ზის აი აქ და ხელში ჩაბღუჯული აქვს უკვე ქისა, ანუ უკვე მიღებული აქვს ის გასამრჯელო 30 ვერცხლი, რომელიც მიიღო სწორედ ქრისტეს ღალატისთვის და მან ძალიან კარგად იცის, ხო, ვიზეა ლაპარაკი, შეშინებულია ალბათ. აი აქ სწორედ ჩვენ ხედავთ მას, პეტრეს, იოანეს, შემდეგ ცენტრში არის თვითონ იესო, ხო? სხვათა შორის, როდესაც ტონგერლოში ვიყავი, იქ მითხრეს იქაურმა ბერებმა და შემდეგ იმ ფილმში, სხვათა შორის, იმ დოკუმენტურ ფილმშიც არის ეს გაჟღერებული, რომ არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ აი ქრისტეს ფიგურა, აი ეს ცენტრალური ფიგურა ამ ტონგერლოს ასლზე არის თვითონ ლეონარდოს დახატული. ბევრი ხელოვნებამცოდნე თურმე თვლის, რომ თუ კარგად გავაანალიზებთ ნახატს, შეიძლება მივიდეთ ამ დასკვნამდე, რომ აი სულ ცოტა ქრისტე და შესაძლოა იოანეც, აი ეს წყვილი შესაძლოა არის თვითონ ლეონარდოს დახატული, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი განსხვავებულ სტილშია თითქოს შესრულებული და დანარჩენები რაღაც მაინც იგრძნობა თითქოს რომ ეს არის ორი სხვადასხვა მხატვარი. თუმცა ეს ძალიან საკამათოა და იგივე ვთქვათ ბრამბილა, რომელიც იყო რესტავრატორი აი მილანში ორიგინალის, ის მაგალითად ამაზრს არიზიარებს, მე ვიცი. თუმცა ეს მოარული ესეთი ლეგენდა, რომ თითქოს ქრისტე არის თვითონ ლეონარდოს დახატული ტონგერლოს ასლში არსებობს და ეს ამ ფილმშიც არის, როგორც გითხარით, გაჟღერებული. ხო, მოკლედ აი აქ არიან თომა, იაკობ დიდი, ფილიპე, ეს სამი მოციქული, ხედავთ. და ბოლოს აქეთ მარჯვენა კუთხეში მათე, თადეოზი და სიმონი, ხო? აი თქვენ ხედავთ როგორი ესე იგი რამდენი დეტალია ნახატზე, ხო? აი თითოეული ფიგურა გამორჩეულია თავისი მოხაზულობით, ძალიან საინტერესო ორნამენტებია უკან კედლებზე, აი ბევრი კვლევარი ამასაც აქცევდა ყურადღებას და თვლიდა რომ ხო არ არის ამ ორნამენტებში რაღაცა თქვათ საიდუმლო იდეა ჩადებული, რაღაცა მესიჯი, იმიტომ რომ მართლაც აი რომ დააკვირდეთ, ხო? ეს ორნამენტებიც თითქოს არ არის ჩვეულებრივი, ანუ რაღაცა ესეთი უცნაური თითქოს სიმეტრიებია აქა და ძალიან ბევრი დეტალი თვითონ მაგიდაზე, ხო? ამასაც ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას, ცოტა მოგვიანებით ვნახავთ. მაგრამ მოდი ახლა შევადაროთ, ესე იგი ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვნახეთ, ეს ტონგერლოს ასლიდან არის. ახლა მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება ერთი და იგივე ფრაგმენტები, ერთი და იგივე დეტალები ტონგერლოს ასლში და მილანის ორიგინალში. აი ხედავთ მაგალითად, აი ორიგინალში ბართლომე, აი რა არის დარჩენილი რეალურად და აი როგორ გამოიყურება იგი ასლში, ანუ ფაქტობრივად აქ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დაზიანებულია. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენებზეც, აი იაკობ მცირე, მაგალითად. ანდრია, როგორ გამოიყურება აქ და აქ. იუდა, პეტრე, იოანე, თვითონ ქრისტეს ფიგურაც ძალიან დაზიანებულია მილანის ორიგინალზე, როგორც ხედავთ. საერთოდ თურმე რესტავრაციის დროს ასეთი უნივერსალური წესი არსებობს, რომ როცა რესტავრატორი მუშაობს დაზიანებულ ვთქვათ ნახატზე არა, თუ არის რაღაცა ფრაგმენტი, რომელიც ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია, ასე დროს რესტავრატორს სასტიკად ეკრძალება თავისი ფანტაზიით, თქვათ, შეავსოს ეს დეტალი. ანუ თვითონ მოიგონოს, როგორი ეს შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ ასე დროს რესტავრატორი იმ დაზიანებულ ფრაგმენტს ესეთი ფონური, რაღაც ნეიტრალური ითი შეავსებს და ამით თითქოს ამბობს, რომ ეს დაკარგულია და ჩვენ არ ვიცით აქ რა შეიძლებოდა ყოფილიყო. აი მილანის ორიგინალში ბევრია ასეთი ფრაგმენტები, რომელიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ უკვე აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და ამის გამო არის, რომ ეს ორიგინალი ტოვებს ასეთ სავალალო შთაბეჭდილებას ადამიანებზე. ხო. აქ ჩვენ ხედავთ აი თომა, როგორ არის, ესე იგი გამოსახული.
იაკობი, იაკობ დიდი, ფილიპე, მათე, თადეოზი და სიმონი. აი მოკეთ აი ესეთი განსხვავება. არის კიდევ სხვა ასლებიც საიდუმლო სერობისა, მათ შორის რამდენიმე ძალიან კარგად შესრულებული, მაგრამ თავისი ხარისხით, თავისი დეტალურობით და რაც თავარია, თავისი აუთენტურობით, იმით რომ იყოს დახატული თვითონ ლეონარდოს სახელოსნოშივე და მალე ძალიან, ესე იგი, მას მერე რაც ორიგინალი დაიხატა, ხო? ასეთი არის მხოლოდ აი ეს ტონგერლოს ასლი, რომელიც სოლარიმ დახატა, როგორც ჩანს. არ არის გამორიცხული ლეონარდოს სიცოცხლეშივე, ალბათ ასე იყო. იმიტომ რომ მაშინ არ გვექნებოდა ეს ლეგენდა, ეს ისტორია, რომ საფრანგეთის მეფე ეწვია სახელოსნოს და თვითონ ლეონარდოს თხოვა თავიდან თითქოს ამ ასლის დახატვა. თუმცა, არ ვიცი, ეს ლეგენდა სხვადასხვანაირად არის ხოლმე გადმოცემული. მაგალითად, იმ ფილმში, რომელსაც თქვენ ნახავთ, იქ ავტორი ამბობს, რომ თითქოს თავიდან მეფემ მოითხოვა, რომ აი თვითონ ეს ფრესკა მინდაო, რომ წავიღო, ანუ განიზრახა ის კედელი მთლიანად მოეხსნათ და წაეღოთ საფრანგეთში. ხო, რაც რა თქმა უნდა, დღესაც კი ძალიან რთული იქნებოდა ამის გაკეთება, ხო და მით უმეტეს ხა მაშინ მე-16 საუკუნის დასაწყისში და როდესაც უთხრეს, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ თქვა, რომ კარგი, მაშინ მინდა უმაღლესი ხარისხის ასლი და აი ასეთნაირად დაიხატა სწორედ ეს ასლი, ხო? კარგი. ეხლა აი ფარული სიმბოლოები, როცა ლაპარაკია ლეონარდოს საიდუმლო სერობაზე, აი ჯერჯერობით მივაქციოთ ყურადღება აი ამ ფრაგმენტებს, ნახეთ აი იუდას, აი ეს ხელში უჭირავს ქისა. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ იუდას ხელთან გვერდზე გადაბრუნებული სამარილია დახატული და მარილია დაპნეული მაგიდაზე. ესეც აი ძალიან ისეთი ავის მომასწავებელი დეტალია, ხო? ეს ძველი, ძალიან ძველი წარმართული ესეთი ის არის, რა ქვია, იდეა, რომ დაპნეული მარილი თითქოს უბედურების მომასწავებელია და ბევრი თვლის, რომ ამაშიც ეს ძალიან კადნიერი ის არის თითქოს ლეონარდოს მხრიდან, რომ ქრისტიანულ თემაზე დახატულ ნახატში მოათავსა ესეთი რაღაცა აბსოლუტურად არაქრისტიანული დეტალი, გადატრიალებული სამარილე, რაც თითქოს და არ ეკადრება ამ ნახატს, ხო? ბევრი ასე ფიქრობს. კიდევ ბევრმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ თითქოს აი იუდას და იესოს ერთი და იგივე პურის ნაჭრისკენ აქვთ თითქოს ხელი გაწვილი და ეს რაღაც ძალიან უცნაური ესეთი სიმეტრიაა თითქოს, ხო? აი მათი ხელები როგორ არის ნახეთ მიმართული და მე ხა ეს ძალიან საკამათოა სიამდვილეში აქ მარტო ეს პური არ დევს, ხო? დევს კიდევ ჭიქა, თეფში, რაღაცა პატარა რა არის, არ ვიცი, ალბათ რაღაცა ვაშლია შეიძლება, ხო? შეიძლება იმაზე დავა ეს რას ნიშნავს, ზოგი თვლის, რომ ეს არის გნოსტიკური სიმბოლო, ანუ თითქოს და ლეონარდო იყო ფარული გნოსტიკოსი. ჩვენ გნოსტიციზმზე წინა ლექციაზე ვილაპარაკეთ, როდესაც კატარების ერეტიკული სწავლება ვახსენეთ, გახსოვთ და როცა ვთქვით, რომ არსებობდა ისტორიაში რამდენიმე ასეთი გნოსტიკური სწავლება, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც თვლიან, რომ სამყაროში არის ორი საწყისი, კეთილი და ბოროტი საწყისები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და აი მათი მარადიული ბრძოლა წარმოადგენს სწორედ სამყაროს, ასე ვთქვათ, ისტორიის არსს, რომ სიკეთის და ბოროტების ბრძოლა და ეს ესე იგი სამყაროც, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, არის ამ ბრძოლის ასპარეზი. და ჩვენც ადამიანები ამ ბრძოლაში რაღაცნაირად უნდა ვიყოთ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ზოგი ადამიანი არჩევს, რომ ბოროტის მხარეს იყოს, ხო? ზოგი ადამიანი სიკეთის მხარეზე იბრძვის, ვთქვათ. კატარები თვლიდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მათი აზრით ბატონობს ბოროტი ძალა, მაინც ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანის ვალია, რომ იყოს სიკეთის მხარეზე და თავის ცხოვრება ისე გაატაროს, რომ სიკეთეს ემსახუროს და ამისთვის ის, ასე ვთქვათ, მიიღებს დამსახურებულ ჯილდოს უკვე იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში, სადაც უკვე მეფობს კეთილი ძალა. ესეთი უცნაური და ესეთი ძალიან განსხვავებული ტრადიციული ქრისტიანული წამსისგან, ასეთი გნოსტიკური
იდეოლოგია ჰქონდათ კატარებს და არ არის გასაკვირი, რომ ამიტომ მათ ეკლესია ძალიან ცუდი თვალით უყურებდა და რა მოყვა ამას მოგიყევით, ხო, შემდეგ რომ პაპმა როგორ გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა კატარების წინააღმდეგ და ეს ერეტიკული მოძრაობა როგორ სასტიკად ჩაახშეს და გაანადგურეს, ხო? აი თითქოს ლეონარდო ამ ნახატში თითქოს ავლენს გარკვეულ სიმპათიას გნოსტიციზმის მიმართ, რომ იმითი რომ აი ბოროტი და კეთილის საწყისები თითქოს რაღაცა ერთი და იგივისკენ აქვთ ხელი გაწვდილი. ეს თითქოს აი სიმბოლოა ჩვენი სამყაროსი, რომლისთვისაც იბრძვის აი ეს ორი ძალა. ჩემი აზრით ეს ძალიან როგორ გითხრათ, კი ლამაზი იდეაა შეიძლება, მაგრამ ძალიან სპეკულატიური იდეაა, იმიტომ რომ არ შეიძლება თქვა ამ ნახატის ამ კონკრეტული დეტალის ასეთი ინტერპრეტაცია მივიღოთ როგორც დაუწერელი კანონი და როგორც რაღაცა დამტკიცებული მით უმეტეს, ხო? შეიძლება ეს იყოს შთაბეჭდილება ადამიანის, მაგრამ რამდენად ასეა? ამ კითხვაზე ალბათ მხოლოდ ლეონარდო გვიპასუხებდა და ლეონარდოს სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ ვკითხავთ, ხო? რატომ დახატა ასეთნაირად? კიდევ რამდენიმე ძალიან უცნაური ასეთი სიმბოლოა, აი მაგალითად ნახეთ აი ეს გადაბრუნებული სამარილე უკვე ვახსენე, აი აქა იუდას ხელთან, ხო? ასევე ძალიან უცნაურია, რომ იქვე აი პეტრეს ხელში, ესე უცნაურად მოხრილ ხელში უჭირავს დანა თუ ხანჯალი. და თან საერთოდ პეტრეს რო დავაკვირდეთ, პეტრე რაღაც თითქოს აი იოანეს ემუქრება თუ რაღაცას ეუბნება, ძნელი სათქმელია. ეს ხელი აქეთ არის დარჩენილი, არ ჩანს. და ესეც აი გაუგებარია რეალურად, აი აქ რა დიალოგი მიდის აი მათ შორის და ამაზეც ნახავთ, რომ რამდენიმე ადამიანმა, ასე ვიტყვი, ზოგიერთმა ისეთმა, ვინც თქვა თავს თვლის მეცნიერად ან ფსევდომეცნიერად, მე არ ვიცი, ასევე აი დენ ბრაუნმა მწერალმა მის შესახებ ლექციის მეორე ნაწილში ვილაპარაკებთ, გამოთქვეს საკმაოდ ისეთი, მე ვიტყოდი, ძალიან სკანდალური ესეთი მოსაზრებები, რა შეიძლება აქ ხდებოდეს და რაში შეიძლება იყოს საქმე. ხო. ამასაც ჩვენ თანდათან გავარკვევთ უკვე, როდესაც ამ თემაზე დამატებით ვისაუბრებთ, ეხლა ალბათ მე მგონი შეგვიძლია რომ შევისვენოთ, იმიტომ რომ ხო აი ნახეთ აი ეს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი უცნაური წყვილი აი ამ ნახატზე არის ეს იოანე და პეტრე და აი აქ გამოითქვა რამდენჯერმე ასეთი მოსაზრება. არის კი ეს ნამდვილად იოანე, თუ ეს ვიღაცა სხვა ადამიანია. ხომ არ არის ეს თქვა მაგალითად, როგორც რამდენიმე ადამიანმა ჩათვალა და ამის შესახებ დაწერა კიდევაც, ხომ არ არის ეს სინამდვილეში მარიამ მაგდალინელი, იმიტომ რომ თითქოს და იგი უფრო გავს თავისი ერით ქალს ვიდრე კაცს, ხო? ამიტომ ხო არ არის აქ საიდუმლო სერობაში რაღაცა ფარული ერეტიკული შინაარსი ჩადებული და გაჩნდა ეს ტერმინი დავინჩის კოდი, რომელიც შემდეგ უკვე დენ ბრაუნმა ძალიან ოსტატურად გამოიყენა თავის რომანში, თავის წიგნში, რომელიც 2003 წელს გამოვიდა და რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ნებადღელვა გამოიწვია, იმიტომ რომ ეს წიგნი რომ გამოვიდა, ის გახდა მაშინვე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი უდიდესი ბესტსელერი, მე მგონი დღემდე იგი რჩება 21 საუკუნის ყველაზე გაყიდვად წიგნად, ხო? შემდეგ როგორც აი სალომემ შეგვახსენა ამ წიგნის მიხედვით 2006 წელს გადაიღეს ფილმი, რომელიც ასევე ძალიან გახმაურდა. მოკედ ამ ყველაფერზე მოდი მეორე საათზე ვისაუბროთ, ეხლა შევისვენოთ ხალხო 1-10 წუთი და შესვენების მერე გავაგრძელოთ აი ეს ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო ექსკურსია საიდუმლო სერობის სამყაროში. ხო, გავაგრძელოთ, მოდი. ესე იგი, მოკედ ბევრმა ადამიანმა დაინახა ამ ნახატში რაღაცა ფარული ერეტიკული შინაარსი და ერთ-ერთი პირველი, ვინც ამის შესახებ დაწერა, იყვნენ აი ეს ორი ავტორი, ლინ პიკნეტი და კლაივ პრინსი, რომლებიც არიან მე მგონი ამერიკელები, თუ არ ვცდები. მათ აი 1998 წელს გამოუშვეს აი ეს წიგნი, რომელიც როგორ გითხრათ, ცდელობა იყო, მოდი ასე ვთქვათ, აი ამ იდეის, ამ ძალიან საკამათო იდეის, ამ
რაღაც აზრით სკანდალური იდეის პოპულარიზაციისა. და რას წერენ ახლა ეს ავტორები? ესე იგი, წიგნს სათაურად ქვია ტემპლიერთა აღსარება, მოდი ასე ვთქვათ. და ესე იგი, თითქოს ამ წიგნში ისინი წერენ იმის შესახებ, რომ აი ტემპლიერთა ორდენი, ეს იყო ორდენი, რომელიც ინახავდა, ასე ვთქვათ, აი ამ საიდუმლოს, რომელიც იყო ასე ვთქვათ, დაკავშირებული თითქოს და იესოს და მარიამის საიდუმლო ქორწინებაზე, თან და იმის შესახებ, რომ მათ ყავდათ შთამომავლობა, ყავდათ შვილები, ხო? და თითქოს ესე იგი მარიამ მაგდალინელის და იესოს აი ამ საიდუმლო ხაზის საიდუმლოს ინახავდნენ სწორედ აი ეს ადამიანები, საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც ერქვა სახელად სიონის პრიორატი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სწორედ აი ამ იდეის შემნახავი იყო. რატომ ახლა? იმიტომ რომ თითქოს და ეკლესია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ეს იდეა ცნობილი გამხდარიყო ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მათ არ უნდოდათ ამის შესახებ ადამიანებს ცოდნოდათ, ხო? და მოკლედ, ესე იგი, ეს ბრძოლა, მოკლედ ერთი მხრივ ეკლესიას და მეორე მხრივ საიდუმლო ორგანიზაციას სიონის პრიორატს შორის იყო თითქოს აი ის, რაც საუკუნეების მანძილზე განსხვავებული, თქვა, წარმატებით მიდიოდა ერთი და მეორე მხრიდან. მოკლედ ეს ძალიან ისეთი ფანტასტიკური, ძალიან საკამათო მოსაზრება, რომელიც პრინციპში არანაირი დოკუმენტებით არ დასტურდება, გარდა რაღაც მოარული ხმებისა, ლეგენდებისა, რომელიც ყოველთვის არსებობდა ევროპაში და რომლებიც, აირჩებოდა ასეთ, მე ვიტყოდი, პოპულარული ლეგენდების დონეზე. და ამ ავტორებმა შეეცადეს რაღაცნაირად თითქოს უფრო სერიოზული და უფრო სოლიდური საფუძველი მიეცათ ამ იდეებისთვის და გამოიყენეს გარკვეული ჭყალებში დოკუმენტები, რომლებიც გამოირკვა მოგვიანებით, რომ არ იყო, ასე ვთქვათ, სარწმუნო, იყო ყალბი და ამან კიდევ უფრო მეტად შეასუსტა მათი ამ ძალიან საკამათო იდეის სიძლიერე, მაგრამ ასე თუ ისე წიგნი დაიწერა ჩემი აზრით ძირითადად იმ აზრით, რომ გამხდარიყო ბესტსელერი, გამხდარიყო, როგორ გითხრათ, ის რაც მოხდებოდა ადამიანების ყურადღების ცენტრში და ამაზე ყველა დაიწყებდა ლაპარაკს, მაგრამ ვერ მოახერხეს ამის გაკეთება და ამ წიგნმა საკმაოდ ისე შეუმჩნევლად შეიძლება ითქვას ჩაიარა, იმიტომ რომ როგორც ჩანს არც ისე დამაჯერებელი იყო და თან ამავე დროს არ იყო წიგნი დაწერილი როგორც რაღაც მხატვრული ნაწარმოები, არამედ იყო დაწერილი როგორც რაღაც ფსევდო გამოკვლევა. ანუ მეცნიერული ნაშრომისთვის მას სიმკაცრე აკლდა და ეს რო ყოფილიყო რაღაც მხატვრული ნაწარმოები, ამისთვის აკლდა, ვთქვათ, ის რაც საჭიროა რომ კონდეს მხატვრული ნაწარმოების, ხო, რაღაც ფაბულა, რაღაც ისეთი კარგად გამოსახული პერსონაჟები, გმირები. ანუ წიგნი ვერ მოხვდა ვერც სამეცნიერო ნაშრომების კატეგორიაში და ვერც, ვთქვათ, ლიტერატურის კატეგორიაში და დარჩა სადღაც ასე შუაში და ძალიან ცოტა თუ გაიგო ამ წიგნის არსებობის შესახებ. მაგრამ აი გავიდა 5 წელი და უკვე 2003 წელს აი ამ ამერიკელმა მწერალმა დენ ბრაუნმა, რომელიც საერთოდ ცნობილია იმით, რომ ძალიან საინტერესო მიდგომა აქვს წერისადმი, იღებს როგორც წესი რაღაც თემას, რომელიც იმთავითვე არის ძალიან, როგორ გითხრათ, პერსპექტიული, იმიტომ რომ ამ თემისგან შეიძლება გამოვიდეს რაღაც ძალიან სენსაციური, თქვათ, ნაწარმოები. შემდეგ ქირაობს ხალხს, რომლებიც მას უგროვებენ მასალას, ამზადებენ მისთვის, თქვათ, რაღაც მონახაზებს, სხვადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან, რაღაც, თქვათ, წიგნებიდან, სტატიებიდან, არქივებიდან. ანუ ყავს მთელი ჯგუფი, გუნდი, რომელიც მასზე მუშაობს. და შემდეგ, როდესაც ეს მოსამზადებელი სამუშაო გაწეულია და მას ხელთა აქვს ეს მასალა, ის თვითონ იწყებს მუშაობას ამ მასალაზე და ამ მასალის საფუძველზე წერს რომანს, მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც როგორც წესი ხდება ბესტსელერი. მას რამდენიმე ასეთი ბესტსელერი აქვს უკვე დაწერილი, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი და წარმატებული იყო აი ეს წიგნი, და ვინჩის კოდი, რომელიც როგორც გითხარით 2003 წელს გამოვიდა და ეხლა აქ მონაცემები რო წერია, ეს უკვე მოძველებულია, იმიტომ რომ ეს სლაიდები მე გავაკეთე 2012 წელს ალბათ. აი მაშინ 2012 წლისთვის და ვინჩის კოდი იყო თარგმნილი უკვე 44 ენაზე, იყო გაყიდული 80 მილიონამდე ეგზემპლარი, ქართულ ენაზეც იყო უკვე გამოსული სხვათა შორის. ხო, ყველა მაჩვენებლით, ანუ რაოდენობით გაყიდული წიგნებისა ეს იყო 21 საუკუნის უდიდესი ბესტსელერი, ხო?
2006 წელს ფილმიც გადაიღეს ამ წიგნის მიხედვით და ამ წიგნშიც ლაპარაკი არსებითად იგივეზე, რაზეც წერდა ის ორი ამერიკელი ავტორი 5 წლით ადრე, რომ თითქოს არსებობს ეს საიდუმლო ორგანიზაცია, სიონის პრიორატი, რომელიც ინახავს ამ საიდუმლოს, ესე იგი იდენტობას იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ შთამომავლები, იესოსი და მარიამ მაგდალინელის და სხვადასხვა პერიოდში სიონის პრიორატის სათავეში იდგა სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის ბევრი ძალიან ცნობილი ადამიანი არის დასახელებული, როგორც თითქოს და სიონის პრიორატის უბრალოდ წევრი კი არა, არამედ ერთ-ერთი ლიდერი. და თითქოს ლეონარდო და ვინჩი რაღაც პერიოდში იყო სწორედ აი ამ სიონის პრიორატის ხელმძღვანელი. და მეორე მხრივ ეკლესიაში, კათოლიკურ ეკლესიაში არსებობს ესეთი ორგანიზაცია, რომელსაც ქვია Opus Dei, რომლის ფუნქცია არის სწორედ ებრძოლოს აი სიონის პრიორატს და სხვა ასეთ ერეტიკულ, წვალებლურ, თქვათ, ისეთ ორგანიზაციებს, ისეთ მოძრაობებს, რომლებიც ასე თუ ისე, თქვათ, საფრთხეს უქმნიან კათოლიკური ეკლესიის სიძლიერეს, ხო? ეხლა მთელ ამ ამბავში, რაც მე მოვყევი, ერთადერთი რაც მართლა სიმართლეა, არის ის, რომ ასეთი ორგანიზაცია Opus Dei მართლა არსებობს. ანუ კათოლიკურ ეკლესიაში არის ასეთი შიდა სტრუქტურა, რომელიც ძალიან გასაიდუმლოებულია, რომლის შესახებ არაზრუს ღიად ცალსახად არ ლაპარაკობენ. შეიძლება ამას პირობითად უწოდოთ კათოლიკური ეკლესიის საიდუმლო სამსახური, ანუ ის საიდუმლო სამსახური, რომელიც ასე თქვათ, ცდილობს დაიცვას ეკლესია ესეთი გარეშე შეტევებისგან და ეს Opus Dei ძალიან ისეთი ორგანიზაციაა, ну, როგორ გითხრათ, წინააღმდეგობრივი, იმიტომ რომ ხშირად მათ შესახებ ძალიან ცუდად წერენ სხვადასხვა ინფორმაციის საშუალებები, ხშირად მედიაში კრიტიკის საგანი ხდება, იმიტომ რომ ის მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებენ, არ არის ყოველთვის, ასე ვთქვათ, ღია და გამჭვირვალე და სუფთა. ისინი მუშაობენ, როგორც მუშაობენ ტიპიური საიდუმლო სამსახურები, ხო? სადაზვერვო, კონტრდაზვერვის სამსახურები, ასეთ სამსახურები არასდროს არ აფიშირებენ თავის მეთოდებს, ხო? ისინი არიან ორიენტირებული რაღაც მიზნებზე, თქვათ, უნდათ რომ რომელიღაც კონკრეტული, თქვათ, ავტორი გააჩუმონ არა, თქვათ, მას რაღაცნაირად დაემუქრებიან, რაღაც ისეთ გააკეთებენ, რომ თქვათ, ის რასაც ეს ავტორი დაწერს, ეს არ გავრცელდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ, ხა დენ ბრაუნის წიგნის ბედიდან გამომდინარე, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ თქვათ, Opus Dei მას დაუპირისპირდა, იმიტომ რომ თუ დაუპირისპირდა, წინააღმდეგობა ფაქტია, რომ ვერ გაუწია და და ვინჩის კოდი პირიქით ძალიან გავრცელდა და ძალიან პოპულარული წიგნი გახდა. 2003 წელს გამოვიდა და ნუ ხა უნდა გითხრათ, რომ მე მაშინ როცა ეს წიგნი გამოვიდა, ცხოეთში ცხოვრობდი და ისე მოხდა, რომ აი ვიყიდე ეს წიგნი და მატარებლით საკმაოდ დიდ მანძილზე მომიწია მოგზაურობა და აი რამდენიმე საათი მოკლედ ვიყავი ამ წიგნით ხელში და ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ეს მგზავრობა იოლად გავლია, ისე გაიარა იმ რამდენიმე საათმა, რომ ვერც კი შევამჩნიე. იმიტომ რომ მართლა როგორ წიგნია, იცით, ეხლა ვერ ვიტყვი, რომ მაღალი დონის მხატვრული ნაწარმოები, ამაზე ძალიან განსხვავებული აზრებია გამოთქმული და მეც ვეთანხმები იმას, რომ ჩემი აზრით ეს არ არის არანაირად რაღაცა მხატვრული ლიტერატურის შედევრი, ეს არის უბრალოდ ძალიან ისე კარგად დაწერილი გასართობი წიგნი, მოდი ასე ვთქვათ. წიგნი, სადაც გამოყენებულია ბუნებრივია ისტორიული რაღაც თემები, აი ეს ძალიან საკამათო და სკანდალური თემები, მოკლედ მაქსიმალურად არის წიგნი, როგორ გითხრათ, ისეთი, რომ რო დაიწყებ კითხვას, ვეღარ მოწყდე რა, ასე ვთქვათ და წაიკითხო ერთი სულის მოთქმით და ეს არის თავარი მიზანი, ხო? დენ ბრაუნის თავარი მიზანი ამაში იყო, არა იმაში, რომ რაღაცა ვთქვათ, მეცნიერული აღმოჩენა გაეკეთებია, არამედ დაეწერა წიგნი, რომელიც კარგად გაიყიდებოდა, ხო? ამდენად მან ამ მიზანს მიაღწია, შეიძლება ითქვას, ამ წიგნით, თუმცა მაინც გარდაუვალი იყო, რომ ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ეს საუბარი, ეს კამათი აი ამ თემებზე კიდევ ერთხელ გაძლიერდა, კიდევ ერთხელ წავიდა ეს ტალღა, ასეთი მსჯელობების, ასეთი სპეკულაციების, რომლებშიც იყო ჩართული მეცნიერებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მეცნიერები ბევრად უფრო ფრთხილები არიან და ბევრად უფრო, როგორ გითხრათ, უფრო თავშეკავებულები თავის შეფასებებში და ისინი არ იზიარებენ, თქვათ, იმ სენსაციურ დასკვნებს, რომლებსაც აკეთებენ აი ეს ავტორები, ხო?
ეხლა რა არის ეს სიონის პრიორატი? სიონის პრიორატიც არსებობდა, თქვენ წარმოვიდგინეთ, თუმცა სიონის პრიორატი იყო თავიდან ბოლომდე, როგორ გითხრათ, აი ხელოვნურად შექმნილი რაღაცა ვითომ ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია რეალურად ჩამოყალიბდა მხოლოდ მე-20 საუკუნეში 1956 წელს ორმა ფრანგმა, აი ამ ორმა ადამიანმა ისინი შექმნეს. თავიდან თითქოს მიზანი ამ ორგანიზაციის იყო ძალიან უწყინარი, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ გვინდა შევისწავლოთ საფრანგეთის წარსული, ისტორია, გვინდა ასე ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში მივიღოთ მონაწილეობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს პიერ პლანტარი განსაკუთრებით ეს მეორე ადამიანი ისეთი იყო მართლა უწყინარი, კარგი პიროვნება, რომელსაც ჰქონდა რაღაც ინტერესები ისტორიის მიმართ, მაგრამ ეს პიერ პლანტარი აღმოჩნდა ძალიან ესე იგი ისეთი უცნაური ადამიანი, აი ხო იცით ეგეთი ტერმინი არსებობს, მეგალომანიაკი, ანუ ადამიანი, რომელსაც აქ მიდრეკილება იმისკენ, რომ თავის-თავი წარმოაჩინოს როგორც რაღაც განსაკუთრებული პიროვნება. ესე იგი, ცდილობს, რომ რადაც არ დაუჯდეს, დაანახოს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ის არის, ასე ვთქვათ, გამორჩეული, ერთადერთი, უნიკალური, გენიალური ადამიანი. ესეთ ადამიანებზე ამბობენ მეგალომანიაკი, რომელიც თითქოს ცდილობს, რომ მთელი კაცობრიობის, ასე ვთქვათ, ყურადღების ცენტრში იყოს. ხო? ამიტომ ფაქტურად რაც პლანტარმა გააკეთა ამ თავისი სიონის პრიორატით, იყო შემდეგი, რომ მან მასონური ლოჟაც ვერ შექმნა, მან წარმატებული იმიტაცია მოახდინა ვითომ საიდუმლო ორგანიზაციის. ესე იგი, მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა დაამზადეს ყალბი ვითომ ძველი დოკუმენტები, რომლებიც ძალიან ოსტატურად იყო ძველ პერგამენტზე დაწერილი. აი როგორ არ გავიხსენოთ ეხა ვოინიჩის მანუსკრიპტი, აი რაღაცა პატარ-პატარა რამდენიმე ვოინიჩის მანუსკრიპტი შექმნეს თითქოს, ხო? და ეს ყალბი დოკუმენტები იმდენად ოსტატურად იყო გაკეთებული, რომ მათ მოახერხეს საფრანგეთის ეროვნული არქივის თანამშრომლების მოტყუება, ანუ მიიტანეს არქივში, თქვეს რომ აი ჩვენ აღმოვაჩინეთ სადღაც ეს ძველი დოკუმენტები და ჩვენ როგორც ასე ვთქვათ უანგარო ხალხი გვინდა რომ არქივს გადავცეთ ეს დოკუმენტები, მე მგონი მიყიდეს კიდევაც, ხა ეგ ზუსტად აღარ მახსოვს, მე მგონი საკმაოდ ბევრი ფულიც გააკეთეს ამითი, რომ ეს ვითომ უნიკალური დოკუმენტები გადასცეს არქივს. და რა იყო ახლა ამ დოკუმენტებში, რაზე იყო ლაპარაკი? ამ დოკუმენტებში იყო ლაპარაკი, ესე იგი, იმაზე, რომ თითქოს და აი მეროვინგული დინასტია, ეს იყო სამეფო დინასტია, რომელიც ბურბონებამდე მართავდა საფრანგეთს, თითქოს მეროვინგული დინასტია იყო, ასე ვთქვათ, ის ხაზი, სწორედ, რომელიც მოდიოდა აი იესოს და მარიამ მაგდალინელის ქორწინებიდან და თითქოს აი თვითონ პლანტარი იყო შთამომავალი, გადარჩენილი შთამომავალი აი ამ მეროვინგული დინასტიისა. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები მართლა ძველი დოკუმენტების შთაბეჭდილებას ტოვებდა და თავიდან სპეციალისტებმა დაიჯერეს მათი სიძველე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაიჯერეს ის, რაც ამ დოკუმენტებში ეწერა, იმიტომ რომ ეს იდეა იმაზე, რომ მეროვინგებს ჰქონდათ რაღაცა კავშირი მარიამთან და იესოსთან, როგორც გითხარით, ესეთი პოპულარული ხალხური ლეგენდის თუ მითის სახით ევროპაში კარგახნის მანძილზე არსებობდა. მაგრამ, ნუ აი რაც პლანტარმა სცადა გაეკეთებია, თითქოს სცადა, რომ ამ ლეგენდისთვის მიეცა რაღაცა უფრო დოკუმენტირებული სახე, რაც თავიდან თითქოს გამოუვიდა და ალბათ ამის შედეგი იყო ის, რომ ამ ტყუილზე წამოეგო რამდენიმე სერიოზული მეცნიერიც. ეხლა სიონის პრიორატი, აი როგორც ამ პლანტარის დოკუმენტებში, ვითომ დოკუმენტებში ჩანს, იყო მოკლედ ორგანიზაცია, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს დაარსდა და თავიდან ის ფუნქციონირებდა როგორც სააბატო სიონის მთაზე, პალესტინაში. პირველი დიდოსტატი ამ ორგანიზაციის იყო, პირველი ხელმძღვანელი იყო ჟან დე გისო, ეს ძალიან ცნობილი ადამიანია, ისტორიული პირი, რომელიც ამავე დროს იყო ტემპლიერთა ორდენის მეთაური და თავიდან, ესე იგი, ტემპლიერები და სიონის პრიორატი იყვნენ, შეიძლება ითქვას, მონათესავე ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში თითქოს და ტემპლიერების ორდენის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იყო სწორედ აი ამ საიდუმლო დოკუმენტების, საიდუმლო რელიკვიების პალესტინიდან ევროპაში ჩამოტანა და მათი დაცვა. თითქოს ეს იყო, ასე ვთქვათ, მთავარი მიზანი მათი.
და რომ თითქოს შემდეგ საუკუნეებში უკვე პრიორატის, ანუ აი ამ სიონის პრიორატის დიდოსტატები იყვნენ სხვადასხვა წლებში ლეონარდო და ვინჩი, რობერტ ბოილი, ისაკ ნიუტონი, შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში ვიქტორ ჰიუგო, მერე უკვე მე-20 საუკუნეში ცნობილი კომპოზიტორი კლოდ დებიუსი და ასე შემდეგ. მოკლედ, რამდენიმე ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც განთქმული იყვნენ თავთავის სფეროში, ხო? რობერტ ბოილი იყო დიდი მეცნიერი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ხო? ჩვენ მის შესახებ ვილაპარაკეთ, როდესაც ლაპარაკობდით სკეპტიციზმზე, გახსოვთ? ბოილი არის სწორედ ავტორი აი წიგნისა ქიმიკოსი სკეპტიკოსი რო ქვია, ხო? ნიუტონი ყველამ ვიცით ვინ არის, ვიქტორ ჰიუგო შესანიშნავი ფრანგი მწერალი, ხო? 1793-ის ავტორი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ამ შესანიშნავი რომანის ავტორი, ძალიან კარგი მწერალი. კლოდ დებიუსი, ვისაც მუსიკა უყვარს, ყველამ იცის ვინ იყო, ხო? უდიდესი ფრანგი კომპოზიტორი, ჟან კოქტო, ასევე ძალიან ცნობილი პიროვნება, მწერალი. მოკლედ, ესე იგი ამ პლანტარის ამ ყალბ დოკუმენტში ისე იყო წარმოდგენილი, რომ აი ეს ხალხი, ვისაც ჩვენ ყველას ვიცნობთ, ხო, როგორც დიდ ადამიანებს, მათ ჰქონდათ კიდევ ცხოვრების რაღაცა საიდუმლო მხარე, რომ ისინი იყვნენ აი ამ სიონის პრიორატის, ამ საიდუმლო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ასე ვთქვათ, აკეთებდნენ ამ საქმეს, რომ ინახავდნენ აი ამ საიდუმლოს. იმიტომ რომ როგორც ეს დენ ბრაუნის რომანშია წარმოდგენილი, ესე იგი ოპუს დეი და ეკლესია ცდილობენ დაადგინონ ვინ არის ის ცოცხალი, ასე ვთქვათ, შთაომავალი აი ამ მეროვინგების და საბოლოო ჯამში იესოს და მარიამის და ესე იგი ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ შეაღწიონ ამ პრიორატის ამ საიდუმლო ორგანიზაციაში და დაადგინონ ის გაიგონ ის საიდუმლოები, რომლებსაც ისინი თვალისჩინივით უთხრილდებიან და მოკლედ ნუ აი რომანში ეს ფაბულაა რა, რომ აი როგორ მიდის ბრძოლა ამ ძალებს შორის და ამ დროს რა ხდება და მოკლედ ძალიან ისეთი ვთქვენ სათავგადასავლო ესეთი ნაწარმოებია, ძალიან საინტერესოდ იკითხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაზეც იქ არის ლაპარაკი, ეს უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ როგორც რეალობა, ხო, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ისეთი ჯანსაღი, მაგრამ ამავე დროს ძლიერი სკეპტიციზმით უნდა ვუყუროთ სწორედ ასეთ რაღაცებს, არა? მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს დოკუმენტები მაინც როგორც მე ვთქვი, იმდენად კარგად დამზადებული სიყალბე იყო, რომ იყვნენ მეცნიერები, რომლებმაც დაიჯერეს მათი რეალობა და ერთ-ერთი მათგანი იყო აი სწორედ ამერიკელი ავტორი რიჩარდ ლეი, რომელიც მე თავის თანაავტორებთან ერთად, კიდევ ორ სხვა მეცნიერთან ერთად, მათ აი ამ დოკუმენტების და ასევე სხვა კიდევ არსებული რაღაც წყაროების კვლევის საფუძველზე გამოაქვეყნეს წიგნი, აი ეს წიგნი, რომელსაც სათაურად ერქვა წმინდა სისხლი და წმინდა გრაალი, რომელშიც ისინი აი სწორედ სიონის პრიორატის ისტორიაზე წერენ და რას წერენ? ამბობენ იმას, რომ სიონის პრიორატი იყო, ესე იგი, ტემპლიერთა ორდენის საიდუმლო ქვეგანაყოფი, რომელიც იყო თან სამხედრო და თან ფინანსური, ისინი ფლობდნენ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს და იყვნენ ამდენად საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია, ხო? მათ საბოლოო მიზნად მათ ჰქონდათ რა, რომ ესე იგი მეროვინგთა დინასტიის ევროპის და იერუსალიმის სამეფო ტახტებზე დაბრუნება. წარმოიდგინეთ, არც მეტი, არც ნაკლები. ანუ ისინი თვლიდნენ, რომ აი სწორედ ესე იგი ეს დინასტია უნდა დაბრუნდეს მართლობაში, არა მარტო საფრანგეთში, არამედ პალესტინაშიც და უნდა პალესტინის, ასე ვთქვათ, ისევ გაქრისტიანება მოხდეს, რომ იერუსალიმში სამეფო ტახტზე დაჯდეს, ასე ვთქვათ, მეროვინგთა წარმომადგენელი. აქ ძალიან საინტერესო ლეგენდას უკავშირდება. ეს არ ვიცი თქვენ გაინტერესებთ თუ არა, მე ყოველთვის მაინტერესებდა ძალიან ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორია და შეიძლება გაგიგიათ, რომ აი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მოხდა ძალიან უცნაური რამ. როდესაც იკრიბებოდნენ ეს დიდებულები, მეფეები, ბარონები თავთავისი ჯარებით და ემზადებოდნენ პალესტინაში წმინდა მიწაზე სალაშქროდ, ხო? იყო ასეთი ძალიან დიდარი შეძლებული დიდებული, რომელიც ცხოვრობდა ეხლანდელი ბელგიის სამხრეთში, ვალონიის ტერიტორიაზე. იქ არის ესეთი პატარა ქალაქი ბუიონი, რომელშიც არის შესანიშნავი ციხესიმაგრე, ის დღემდე შემორჩენილია და ისეთი აი ევროპის ციხესიმაგრეთა შორის გამოირჩევა თავისი გრანდიოზულობით. მოკლედ ეს გოტფრიდ ბუიონელი იყო აი ამ ციხესიმაგრის მფლობელი, ერთ-ერთი დიდებული
და თითქოს ერთ დღეს მას გამოეცხადა რაღაც სასულიერო პირი, ეს ლეგენდაა, რასაც ყვები, ხო? და მას გაანდო, ასე ვთქვათ, საიდუმლო და ეს საიდუმლო იყო ის, რომ თვითონ გოტფრიდი იყო შთაომავალი აი ამ მეროვინგების და იყო ამდენად შთაომავალი იესოსი და მარიამის და თითქოს ამ სასულიერმა პირმა და ეს იყო როგორც ჩანს სიონის პრიორატის წარმომადგენელი, ალბათ, რა ვიცი, ძნელი სათქმელია, თუმცა ამ დროს ჯერ სიონის პრიორატი ფორმალურად არ იყო შექმნილი, მაგრამ იყო ეთყობა რაღაც ხალხი, რომლებიც ასე ვთქვათ ამ საიდუმლოს ინახავდნენ და მოკლედ მან გოტფრიდს უთხრა, რომ შენი ვალია, რომ შენ ილაშქრო პალესტინაში, იმიტომ რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც უნდა დაბრუნდეს იერუსალიმის ტახტზე, იმიტომ რომ შენ ხარ შთაომავალი იესოსი და თითქოს ეს იმდენად დამაჯერებელი და იმდენად გამოუგნებელი იყო გოტფრიდისთვის, რომ ეს რაც მოუყევი ლეგენდაა. და რაც რეალობა არის შემდეგი, რომ გოტფრიდმა მართლაც რაღაც მომენტში განიზრახა პალესტინაში ლაშქრობა, მან ასე თქვა დააგირავა ეს თავის ციხესიმაგრე, გაყიდა თავის ძვირფასეულობები, ამ ფულით შეკრიბა უზარმაზარი ჯარი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაზმი, რომელიც შეუერთდა ამ ჯვაროსანთა ლაშქარს. შემდეგ ამას მოყვა ლაშქრობა თვითონ, ლაშქრობის დროს იცით, გაგიგიათ ალბათ როგორი ნებათაღელვები იყო, ბრძოლები, ბოლოს ჯვაროსნებმა მოახერხეს იერუსალიმის აღება, განთავისუფლება, ურჯულოებისგან, როგორც ისინი ეძახდნენ მაჰმადიანებს, ხო? და აი აქ ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ეს რასაც ახლა ყვები, ეს უკვე ნამდვილი ისტორიაა, რომ როდესაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი დაიკავეს, ჯვაროსანთა ლიდერებმა მოაწყვეს შეხვედრა, სადაც უნდა გადაეწყვეტათ თუ როგორ მართავდნენ ისინი მომავალში იერუსალიმს. იმიტომ რომ ერთი იყო, რა თქმა უნდა, განთავისუფლება, მაგრამ მერე ესმოდათ ძალიან კარგად, რომ გარშემორტყმული იყვნენ, ხო, მაჰმადიანური სამყაროთი და რომ უნებრივია, რომ იქნებოდა მცდელობები, ასე ვთქვათ, იერუსალიმის დაბრუნების. ამიტომ საჭირო იყო, რომ იერუსალიმი ვიღაცას ემართა. და მოკლედ იყო საუბარი იმაზე, რომ აი ვინ მართავს იერუსალიმს ამის შემდეგ და პირველი ვისაც შესთავაზეს იერუსალიმის მეფობა, ეს იყო რაიმონდ ტულუზელი, ეს იყო ძალიან ისეთი დიდებული ჰერცოგი, სხვათა შორის დაკავშირებული იყო იგი იმ არისტოკრატებთან, რომლებიც შემდეგ უკვე აი კატარების წინააღმდეგ გამართული ჯვაროსნული ლაშქრობის დროს დაზარალდნენ, იმიტომ რომ ეს იგივე გვარი იყო ფაქტიურად, მაგრამ რასაც ახლა ყვები, ეს ხდებოდა დაახლოებით 100 წლით ადრე, ხო? ხო და მოკლედ რაიმონდ ტულუზელმა უარი თქვა იერუსალიმის მეფობაზე, იმიტომ რომ მას დაბრუნება უნდოდა თავის სამფლობელოში, პროვანსში, სამხრეთ საფრანგეთში. მან თქვა, რომ არა, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ გამენთავისუფლებინა იერუსალიმი, მაცხოვარის საფლავი, მაგრამ მე აქ დარჩენას არ ვაპირებ, მე უკან უნდა დავბრუნდე. და შემდეგ შესთავაზეს მეფობა სწორედ აი გოტფრიდ ბუიონელს. და გოტფრიდმა თითქოს ასეთი რამ თქვა, მან თქვა, რომ მე გვირგვინს ვერ დავიდგამ იქ, სადაც მაცხოვარს თავზე ქონდა ეკლის გვირგვინი. ესე იგი, მე აქ ოქროს გვირგვინს თავზე ვერ დავიდგამ, მე უარს ვამბობ მეფობაზე, მაგრამ თანახმავარ, რომ დამერქვას მაცხოვრის საფლავის დამცველი, აი ასეთი ტიტულით, ზათვარ რომ აქ იყო იერუსალიმში და დავიცვა მოკლედ ეს ქალაქი, ეს საფლავი, ასე ვთქვათ, ურწმუნოებისგან. აი ასეთნაირად გახდა გოტფრიდი იერუსალიმის პირველი მეფე, მას მეფეს არ ეძახდნენ, მას ჰქონდა ეს ტიტული ოფიციალურად მაცხოვრის საფლავის მცველი. შემდეგ იგი რამდენიმე წლის მერე გარდაიცვალა, იმიტომ რომ საკმაოდ ასაკოვანი იყო უკვე. და უკვე შემდეგ, როდესაც გამეფდნენ მისი ძმა, მისი შვილი და ასე შემდეგ, ეს იყო სწორედ აი ის დინასტია, რომელიც დაახლოებით 100 წლის მანძილზე მართავდა იერუსალიმს, სანამ მერე საბოლოოდ, როგორც იცით, სალადინმა არ მოახერხა მათი დამარცხება და ჯვაროსნების განდევნა იერუსალიმიდან და ესეც ძალიან ცნობილი ისტორიაა და ამაზეც მშვენიერი წიგნები და ფილმებია დაწერილი. მოგეთ, რა მინდა ვთქვა, რომ გოტფრიდ ბუიონელი ნამდვილად ისტორიული პირია, ის ნამდვილად მართავდა იერუსალიმს რაღაც პერიოდი და მის შესახებ არსებობდა ეს მოარული ხმები, ლეგენდები, რომ ის ასეთი მოწადინებით, ასეთი დიდი, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმით, იმიტომ ჩაერთო სწორედ ამ ლაშქრობაში, რომ თითქოს და მან იცოდა, რომ ის იყო სინამდვილეში იესოს შთამომავალი. ეს რა თქმა უნდა,
არაფრით არ დასტურდება, არაფრით არ მტკიცდება, არავინ ამას არც მაშინ, არც მერე არ ამტკიცებდა და ვერ ამტკიცებდა. ეს იყო მხოლოდ ლამაზი ლეგენდა. მაგრამ აი მას შემდეგ რაც პლანტარმა წამოიწყო ეს თავის დიდი მისტიფიკაცია და რასაც მოყვა შემდეგ ეს წიგნები, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, ხო, ესე იგი აი ამან მოკეთ გააჩინა მერე უკვე ის ტალღა, ესეთი ინტერესისა, რომელიც ძალიან მოხერხებულად, ძალიან ოსტატურად გამოიყენა დენ ბრაუნმა და შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი ეს თემა, რომელიც ძალიან მომხიბვლელია, ხო, თავისი რაღაც იმითი სენსაციურობით, მან ეს გადაადნო, გადაიყვანა, უკვე აი იმ ბესტსელერში, იმ რომანში, რომელიც დაწერა ამ თემაზე, ხო? თუმცა, ნუ აი ამ წიგნში, რომელსაც აქვს პრეტენზია მეცნიერულ კვლევაზე, რომელიც ეფუძნება, როგორც გითხარით, იმ დოკუმენტებს, რომელიც ავტორების აზრით იყო აუთენტური, ორიგინალური, სანამ მოგვიანებით არ დამტკიცდა, რომ პლანტარის მიერ არქივში გადაცემული დოკუმენტები იყო ფაბრიკაცია, მანამდე ყველა თვლიდა, რომ ეს დოკუმენტები იყო ნამდვილი და ამიტომაც შეიძლება თქვათ უთანაგზნოთ ამ ხალხს, იმიტომ რომ ისინი გულწრფელად შევიდნენ ამ შეცდომაში, ხო? და ამ დოკუმენტებში სხვა რაღაცებთან ერთად ამაზეც იყო ლაპარაკი, რომ ესე იგი რომის კათოლიკური ეკლესია, რომელიც ინარჩუნებს და იცავს 60 ქულო მემკვიდრეობას, არა, მემკვიდრეობას, რომელიც მოდის წმინდა პეტრესგან, ის ბუნებრივია, რომ იმ თავითვე უპირისპირდება სიონის პრიორატს და ამ იდეას საერთოდ, რომ შეიძლება არსებობდეს ქრისტეს და მარიამის შთამომავლობა და სწორედ ამიტომ გაანადგურეს მათ თავის დროზე ჯერ კატარები და შემდეგ ტემპლიერები. ტემპლიერების ორდენიც ნამდვილად საფრანგეთში უკვე ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ იყო განადგურებული. ამას ესეც ძალიან საინტერესო ისტორიაა და ესეც ძალიან, როგორ გითხრათ, ბოლომდე გაურკვეველი ისტორიაა, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ტემპლიერები იმდენად ძლიერი გახდნენ, რომ ფაქტიურად გახდნენ როგორც სახელმწიფოში. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი ფინანსური რესურსები, მათ ჰყავდათ უამრავი თავისი ხალხი, რაინდები, სამხედრო სტრუქტურა ჰქონდათ და მაშინდელ საფრანგეთში მეფობდა მეფე ფილიპე ლამაზი, მას ასეთი ტიტული ჰქონდა. არ ვიცი რამდენად ლამაზი იყო, მაგრამ ესე ეძახდნენ ფილიპე ლამაზი და აი ფილიპე მოკლედ ძალიან აითვალისწუნა ეს ტემპლიერები, აი ზუსტად ის ჟან დე გისო, ის ადამიანი, რომელსაც პლანტარი წერს, რომ თითქოს ის იყო სიონის პრიორატის ლიდერი და მოკლედ ერთ ღამეს საიდუმლოდ იყო ეს ორგანიზაცია, ეს აქცია მომზადებული, დააპატიმრეს ყველა ტემპლიერთა ლიდერი ერთდროულად და უმეტესობა მათ მერე სიკვდილით დასაჯეს, დაწვეს როგორც ერეტიკოსები და როგორც რაღაც საშინელი მოკეთ დამნაშავეები. ძალიან ბევრი ბრალდება მათ მიერ წინააღმდეგ იყო შეთხზული, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მიზანი მეფის იყო ერთი, რომ მან იცოდა, რომ ტემპლიერებს ჰქონდათ უზარმაზარი სიმდიდრე მეგულისხმობ მატერიალური სიმდიდრე, რომელიც და ამავე დროს ჰქონდათ ძალიან დიდი გავლენა და ძალა და ამიტომ მეფეს არ უნდოდა, რომ მისი სახელმწიფოს შიგნით არსებულიყო რაღაცა ძალა, რომელიც არ იქნებოდა მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ. ამიტომაც მან განიძრახა და განახორციელა ეს, რომ ტემპლიერები, ასე ვთქვათ, როგორც ორდენი, როგორც ორგანიზაცია დაშალა. ხო, და ახლა ამის ასეთი ინტერპრეტაცია, რომ თითქოს ეს გაკეთდა კათოლიკური ეკლესიის კარნახით და გაკეთდა იმიტომ, რომ ტემპლიერები იყვნენ, ასე ვთქვათ, მეროვინგების საიდუმლო მომხრეები, ну, ეს რა თქმა უნდა ძალიან საკამათო იდეაა და როგორც გითხარით, ეს არანაირი დოკუმენტებით არ დასტურდება, ხო? კარგი. მაგრამ ეხლა მოდი ჩვენ მაინც ვეცადოთ რაღაცნაირად გავარჩიოთ ერთმანეთისგან, ხო, ტყუილი და მართალი და მოდი რამდენიმე სიტყვა თქვათ მარიამზე. მაინც რა ვიცით ჩვენ დანამდვილებით მარიამ მაგდალენელზე, რა ვიცით სახარებებიდან, ხო? ჩვენ ვიცით საკმაოდ ბევრი რამ. სახარებებიდან ნათელი ხდება, რომ მარიამი იყო ყოველთვის მოციქულებთან ერთად. ის მაგალითად ესწრებოდა ჯვარცმას, ესწრებოდა კლდეში გამოკვეთილ სამარხში იესოს დასვენებას. პირველი იყო, ვინც სხვათა შორის იხილა აღმდგარი იესო და ამის შესახებ ამცნო სხვა მოციქულებს და ამიტომაც მას ხშირად ეძახდა, მას მოიხსენიებდნენ როგორც მოციქულთა მოციქულს. ანუ მას, ვინც პირველმა ამცნო მოციქულებს იმის შესახებ, რომ ქრისტე აღდგა. ანუ ეს სახარებებში წერია ეს ყველაფერი და იქიდან ვიცით ეს. ხო, აი აქ მე რამდენიმე ფრაგმენტი ციტატა მაქვს მოყვანილი.
სახარებებიდან, სხვა სახარებებიდან, სადაც სხვა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ყოველთვის ნახსენებია რამდენიმე მარიამი. Ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მარიამ ღვთისმშობელი, მარიამ მაგდალელი, მაგრამ არის ნახსენები კიდევ სხვა მარიამების. აი, ესე იგი, რომ კარგად ყურადღებით წავიკითხოთ აქ რაზეა ლაპარაკი, ხო? ამ ფრაგმენტებში ჩვენ დავინახავთ, რომ ესე იგი, აქ ზოგიერთი ხედავს, რომ არის 3 სხვადასხვა, ზოგი ამბობს 4, რომ თითქოს ესე იგი ბეთანიელი მარიამი, მართას და სხვა მარიამი, ეგრეთ წოდებული ცოდვილი დედაკაცი, ეს იყვნენ სხვა ადამიანები და მარიამ მაგდალელი იყო სხვა, ხო? ეხლა ეს ძალიან ისეთი საკამათო საკითხია, თვითონ ეკლესიაშიც არ იყო ამაზე თანხმობა, მაგალითად პაპი გრიგოლ პირველი, რომელიც იყო ძალიან ავტორიტეტული თეოლოგი ამავე დროს და ის რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერი იყო მე-6 საუკუნის ბოლოს და მე-7 საუკუნის დასაწყისში, ის თვლიდა, რომ ეს სამივე მარიამი ერთი ადამიანია სინამდვილეში. თუმცა შემდეგ უკვე მოგვიანებით ცოდვილი დედაკაცი და მარიამ ბეთანიელი ჩაითვალა, რომ ერთი და იგივეა, მაგრამ უარყოფდნენ, რომ ეს იგივე ადამიანია, რაც მარიამ მაგდალელი, ხო? შემდეგ უკვე კათოლიკურმა ეკლესიამაც უარყო ეს. პროტესტანტიზმში, საერთოდ პროტესტანტულ ქრისტიანობაში ეს 3 ცალსახად ითვლება 3 სხვადასხვა ადამიანად. ისე რომ აქაც კამათია და დავა, ანუ არის თუ არა, თქვა ეს სხვადასხვა პირები თუ ერთი და იგივე. მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1945 წელს ეგვიპტეში გაკეთდა მართლა საოცარი აღმოჩენა. ეგვიპტეში არის ეს პატარა ქალაქი ნაჯ-ჰამადი და ამ ქალაქის ახლოს გლეხებმა მიწაში აღმოაჩინეს დამარხული ამფორები, თიხის ჭურჭლები, რომელშიც იყო ჩადებული პაპირუსები, ხელნაწერები, 13 კოპტურ ენაზე შესრულებული ხელნაწერი. აი, როდესაც ეს ხელნაწერები წაიკითხეს, კოპტური ენა ცნობილი ენაა, მისი წაკითხვა ადამიანებს შეუძლიათ, ხო? და აი, როდესაც მოკეთ წაიკითხეს ეს პაპირუსები, აღმოაჩინეს საოცარი რამ, რომ რეალურად აქ იყო ისეთი ტექსტები, რომლებიც ბევრი მათგანი ითვლებოდა დაკარგულად, რომელთა შესახებ იცოდნენ, რომ ასეთი ტექსტი როდესღაც არსებობდა, მაგრამ ითვლებოდა, რომ ეს ტექსტი დაკარგულია და ასე ვთქვათ, მისი ასლი არსად არ არსებობს და აი, ასეთი სწორედ ტრაქტატები, დოკუმენტები აღმოაჩინეს. ყველა ეს დოკუმენტები იყო დაწერილი, გადაწერილი ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში, ანუ ძალიან ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში. და როდესაც ამ ტრაქტატების კითხვა ხდება, ირკვევა, რომ ძალიან ბევრ მათგანში არის გნოსტიკური შინაარსი, ანუ არის ისეთი რაღაცა თემები, ისეთი საკითხები, ისე არის გაშუქებული გარკვეული საკითხები, რომ ეჭვი არ არის, რომ ეს ყველაფერი არის გნოსტიციზმი, ანუ ის გნოსტიკური მიმართულება, რომელიც აი სწორედ მაშინ უკვე ადრეულ ქრისტიანობაში დაიგმო როგორც ერეტიკული და არასწორი. და ამიტომაც არც ერთი ეს ტექსტი არ შევიდა უკვე იმაში, რა ქვია, აი ტრადიციულ კანონიკურ ქრისტიანულ ტექსტთა ნუსხაში. აი მაგალითად თომას სახარება, რომელიც ცნობილია, რომ არსებობდა, მაგრამ არ იყო შემორჩენილი მისი სრული ასლი. აი ამისი სრული ასლი კოპტურ ენაზე იდო სწორედ ნაჯ-ჰამადის პაპირუსებში. თომას სახარება აპოკრიფულია, ანუ ეკლესია მას არ ცნობს როგორც ნამდვილს. იმიტომ რომ მისი შინაარსი, როგორც იქ არის, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ქრისტეს მოძღვრება, ეს არ შეესაბამება ეკლესიის, ასე ვთქვათ, ტრადიციულ ხედვას და ამდენად ეს დოკუმენტი ითვლება აპოკრიფად. თუმცა, რა თქმა უნდა, თეოლოგებისთვის, რელიგიის მკვლევარებისთვის ეს მაინც უაღრესად საინტერესო დოკუმენტებია, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ძალიან ადრეულია და სწორედ გვაძლევენ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი ბრძოლა მიმდინარეობდა ადრეულ ქრისტიანულ თემში სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის. და ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით გნოსტიციზმზე, გნოსტიკოსებზე, იმიტომ რომ ისინი ადრევე დაგმეს და ბუნებრივია, რომ ამიტომ მათი ნაწერები, მათი ნამუშევრები ძალიან მცირე რაოდენობით შემორჩა, რაც შემორჩა ძირითადად მხოლოდ არასრული ფრაგმენტების სახით და თუ რამე ვიცით ჩვენ გნოსტიციზმზე, დიდწილად ვიცით მათი კრიტიკოსებისგან, რაც რა თქმა უნდა, ალბათ არ არის სარწმუნო წყარო, როდესაც თქვათ
რაღაც სწავლებაზე, ვიცით ძირითადად იმ ხალხისგან, ვინც ამ სწავლებას აძაგებდა და თვლიდა არასწორად, ხო? ბუნებრივია, რომ მათი გადმოცემა ამ სწავლებისა იქნება ტენდენციური და ამიტომ ბოლომდე ვერ ვერწმუნებით. ყოველთვის გვირჩევნია წავიკითხოთ პირველ წყარო, ხო? რას ამბობდა უშუალოდ ის ადამიანი, ის ხალხი, ვინც რაღაც ამას ქადაგებდა, ხო? მოკედ ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო ეს პაპირუსები. აქ იყო მაგალითად ასეთი უაღრესად საინტერესო დოკუმენტი, იესოს გამონათქვამები. ესეც ცნობილი აპოკრიფი იყო სხვათა შორის, მაგრამ ნაწილი მაგრამ დაკარგულად ითვლებოდა და აი აღმოაჩინეს სწორედ აქ და ეს გამონათქვამები, რომელიც აქ არის შეკრებილი, ამათი ნახევარი დაახლოებით არის ისეთი, რომელიც არ შედის არც ერთ იმ 4 კანონიკურ სახარებაში. ანუ ფაქტიურად ჩვენ თუ დავიჯერებთ, რომ ეს მართალია, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც იესოს ახალი გამონათქვამები თითქოს გავიგეთ ამ დოკუმენტებიდან. და აი, როდესაც მოკედ ამ ნაჩხამადის პაპირუსების კვლევა ხდებოდა, გამოირკვა ამ დოკუმენტების კვლევიდან, ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს აი ამერიკელმა თეოლოგებმა, რომლებიც პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობენ, რომ ესე იგი ამ დოკუმენტებიდან ჩანს ერთი რამ, რომ მარიამ მაგდალელი იყო ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი ძალიან ავტორიტეტული ლიდერი. შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდებოდა 12 მოციქულს, ხო? იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთ-ერთმა ამერიკელმა მეცნიერმა, თეოლოგმა გამოაცხადა, დაწერა ამის შესახებ, რომ მარიამ მაგდალელი არის სინამდვილეში იმ სახარების ავტორი, რომელსაც ჩვენ ვთვლით იოანეს სახარებად და რომ სინამდვილეში მისი ავტორი არის მარიამი. მან ეს დასკვნა ასევე ძალიან საკამათო დასკვნა, რომელსაც ბევრი მეცნიერი არ იზიარებს, გააკეთა იმის საფუძველზე, რომ ამ ნაჩხამადის ხელნაწერებში იყო აღმოჩენილი ასევე აპოკრიფული მარიამ მაგდალელის სახარება, რომელიც წარმოადგენს თითქოს და თვითონ მარიამის დაწერილ სახარებას და რომ თითქოს ეს დოკუმენტი ძალიან გავს თავისი აგებულებით და თავისი სტრუქტურით და თავისი შინაარსით მეოთხე კანონიკურ სახარებას იოანეს სახარებას. ესეც ახლა რა თქმა უნდა ყველა მეცნიერს შეუძლია თავისი მოსაზრება გამოთქვას, ხო, ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს აზრიც ვერ დასაბუთდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი სხვა ავტორიტეტული თეოლოგი, რომელიც სწავლობს ადრეულ ქრისტიანულ ტექსტებს, თავითვე კრიტიკულად განეცხო იუსინოს ამ დასკვნის მიმართ და ამდენად ვერ ჩავთვლით, რომ ეს თქვათ დადასტურებულია. ეს არის უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ჰიპოთეზა ამ ერთი კონკრეტული მეცნიერისა. და აი რა არის საინტერესო ნახეთ, რომ აი მაგალითად ახლა ამ სახარებაში არის ასეთი ფრაგმენტი. აი ხედავთ ახლა ძალიან ბევრი ფრაგმენტები არის დაზიანებული, შემორჩენილია მხოლოდ ნაწილები, ამიტომ ძალიან რთულია მათი ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ აქ ესე იგი ბევრი რამ დაკარგულია და რაც შემორჩენილია, ის ტექსტი, მისი გაგება სხვადასხვანაირად შეიძლება. აი თითქოს ამ ფრაგმენტში აღწერილია საუბარი ანდრიასი და პეტრესი. და აი აქ თითქოს ანდრია ამბობს, რომ ის ვერ იჯერებს, რომ ასეთი რამ მართლა თქვა ქრისტემ, რაზეა ლაპარაკი გაუგებარია, თვითონ გამონათქვამი დაკარგულია. და ამაზე პეტრე პასუხობს, რომ მეც არ მჯერაო ესო, იმიტომ რომ რა გამოდისო, რომ მარიამს ანუ დედაკაც უთხრა ისეთი რამო, რას ჩვენ არ გვითხრაო? ესე იგი რა გამოდისო, რომ რაღაც ისეთი გაანდო მასო, რაც ჩვენთვის სათქმელა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩვენთვის ეთქვაო? ესე იგი უპირატესობა მიანიჭაო მასო. ესე იგი თითქოს რა ჩანს, იცით? ჩანს, რომ არის გარკვეული დაპირისპირება ერთი მხრივ პეტრეს და მეორე მხრივ მარიამს შორის, იმიტომ რომ თითქოს პეტრე ხედავს, რომ აი მარიამმა რაღაც ისეთი იცის, რაღაც ისეთზე ლაპარაკობს და წერს, რაც პეტრეს პირადად იესოსგან არ მოусმენია, ხო? ეს ძალიან საინტერესოა. ესე იგი თუ პეტრეს და მარიამს შორის ასეთი დაპირისპირება იყო, ხო? მაშინ აი ის დეტალი საიდუმლოსერობიდან, რომელსაც ჩვენ მივაქციეთ ყურადღება, როცა პეტრე ცოტა თითქოს მუქარით და კაცრად ელაპარაკება იოანეს, შეიძლება მართლაც ვიფიქროთ, რომ აი ეს იოანე კი არა, მართლა მარიამია და შესაძლოა სწორედ აი ლეონარდომაც ეს იცოდა და ამიტომ აი ისეთნაირად დახატა, თქვათ იოანე, რომ ის სიამბილეში გავს მარიამს. ნუ ესეთი შეიძლება ასეთი დასკვნა გამოვაცხოთ აქედან თითქოს, ხო? ნუ რაც რა თქმა უნდა ალბათ არ არის მაინდა-მაინც მეცნიერული და უფრო ფანტაზიას გავს ვიდრე რაღაც
მეცნიერულ იდეას და თეორიას. ხო, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფრაგმენტი ასევე ნაჩხამადის მანუსკრიპტებში არის ფილიპეს სახარება, კიდევ ერთი აპოკრიფული სახარება. საერთოდ როგორც ჩანს, თითქმის ყველა მოციქულს ქონდა დაწერილი ალბათ რაღაცა და შემდეგ ესე იგი ძალიან ბევრი ეს ტექსტი დაიკარგა, დაზიანდა, გადაწერების დროს მახინჯდებოდა. ეხლა ხო ხდებით თქვენ, რომ თქვათ ფილიპემ დაწერა ხო რაღაცა. შემდეგ ეს ის დრო არის, როდესაც ყველაფერი ვრცელდებოდა ხელნაწერებში, არა? შემდეგ საუკუნეების მანძილზე ეს რამდენჯერმე გადაიწერა, გადაწერის დროს ყოველთვის ხდება რაღაც ცვლილებები, ხო? შეიძლება გადამწერს, თქვათ, ბუნებლიად მოუვიდეს შეცდომა. შეიძლება გადამწერს უკვე თავისი იდეოლოგია კონდეს, ხო? თავისი რაღაცა მწამსი და რაღაცა არ მოწონდეს ამ ტექსტში, ის რაღაცა ამიტომ გამოტოვოს. ან რაღაცა შეცვალოს თავისი, თქვათ, თავისი გემოვნებით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როდესაც მოხდა, ესე იგი, უკვე დადგენა იმისი თუ რომელია სარწმუნო სახარებები და რომელი არა, ეკლესიამ ამოარჩია ის 4 სახარება, რომელიც ჩვენ ვიცით, არა და ამიტომ აი სულ ყველა ეს სახარებები ფილიპესი, მარიამ მაგდალელის, თომას ესენი ჩაითვალა არასაიმედოდ, არასანდოდ. და ეკლესიას ალბათ ქონდა არგუმენტები, რატომაც გააკეთა ესე, ხო? მათ თავისი წარმოდგენა ქონდათ მწამსზე, შინაარსზე ქრისტიანობის და ბუნებრივია, რომ რაღაცეები ალბათ ჩათვალეს, რომ არ შეესაბამებოდა, ასე ვთქვათ, სწავლებას. ხო. აი მაგალითად ფილიპეს სახარებაში საუბარია იმაზე, რომ აი ესე იგი იესოს უყვარდა მარიამი, გამოარჩევდა სხვა მოსწავლეებისგან და რომ თითქოს ესე იგი აი ეს ამ ფრაგმენტიდანაც თითქოს ჩანს, რომ აი დანარჩენი მოციქულები ამის გამო ძალიან ეჭვიანობენ და ასე ვთქვათ მარიამს ცუდი თვალით უყურებენ, იმიტომ რომ ხედავენ მასში ასე ვთქვათ ქრისტეს ფავორიტს, ხო? ნუ აქედან ერთი ნაბიჯია, ხო, თითქოს დაუშვათ, რომ აჰა, ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ მარიამს და ქრისტეს შორის იყო რაღაც საიდუმლო რომანი, ხო? ნუ ეს ხა როგორ გითხრათ, ერთია მეცნიერება, ერთია თქვათ ის რაღაც საინტერესო ტექსტები, რომელიც ნაჩხამადის ხელნაწერებში ნამდვილად არის და სხვანაირი თვალით დაგვანახებს თქვათ ამ ადრეული ქრისტიანული თემის ისტორიას და მის თქვათ ევოლუციას, მაგრამ მეორეა ის სწრაფი და ისეთი ცოტა არ იყოს ზედაპირული დასკვნები, რომელიც აქედან შეიძლება გავაკეთოთ, ხო? ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქვა, რომ თქვათ ეს ხელნაწერები და ეს აპოკრიფული ტექსტები ადასტურებენ თქვათ დენ ბრაუნის და აი ამ ამერიკელი ავტორების იმ სენსაციურ დასკვნებს. უფრო მე ვიტყოდი, რომ პირიქით არის, მათ გამოიყენეს ეს მეცნიერული კვლევები და ეს სიახლეები იმისთვის, რომ მეტი დამაჯერებლობა მიეცათ თავისი იდეებისთვის, რომლებიც სინამდვილეში არ არის დამაჯერებელი. მე პირადად ასე ვუყურებ და ვერ ვხედავ ვერანაირ სერიოზულ არგუმენტებს იმის სასარგებლოდ, რომ დავიჯერო, თქვათ, ის რომ საიდუმლოსერობაზე მართლა მარიამ მაგდალინელია გამოსახული. იმიტომ რომ თუ ასეა, მაშინ ეგრევე გაჩნდება კითხვა, რომ იოანე სადღა, ანუ რატომ დახატა ისე, თქვათ, ლეონარდომ საიდუმლოსერობა და საიდუმლოსერობის აღწერა სახარებებში ისეთია, რომ იქ წერია, რომ მასში მონაწილეობდნენ ყველა მოციქული, ხო, რატომ დახატა ლეონარდომ ისე, რომ არ გამოსახა იოანე და გამოსახა მარიამი, ხო? ჩემთვის ეს ძალიან ესეთი საკამათო მომენტია. მით უმეტეს, რომ ის არგუმენტი, რომელიც ბევრს აქვს, რომ თითქოს ეს მარიამია, იმიტომ რომ მას რაღაც ისეთი უფრო ქალური იერი აქვს, ეს სინამდვილეში ძალიან არასწორი არგუმენტია, იმიტომ რომ ჩვენ რომ ნახოთ, როგორ გამოსახავდნენ იოანეს სხვა მხატვრები იმავე ეპოქაში, აი აქ თქვენ ხედავთ ორი სხვა საიდუმლოს ერობის ფრაგმენტს, სხვა მხატვრების დახატულს და ორივეგან იოანე გამოსახულია როგორც ძალიან ახალგაზრდა ჭაბუკი. იოანე საერთოდ ყველაზე ახალგაზრდა იყო მოციქულებს შორის, უწორულოაშო ბიჭი იყო და ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქონდა ისეთი იერი, როგორიც ქონდა. ესეც ერთ-ერთი ცნობილი ძალიან იტალიელი მხატვრის პორტრეტია თვითონ იოანესი. ხედავთ იოანე როგორ არის აქ გამოსახული. ამდენად მე არ მგონია, რომ თქვათ არსებობს რაღაც სერიოზული არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ეს არის კიდე თუ არა მარიამი და არ არის თქვათ იოანე. სხვა საქმეა, რომ საიდუმლოსერობა იმდენად მართლა საიდუმლო და რაღაც მომაჯადოებელი შედევრია, რომ აი არ არის გასაკვირი, რომ დღემდე ადამიანები უბრუნდებიან მას და
ცდილობენ ეს თემა, ეს როგორ გითხრათ, აი წმინდა ვიზუალური სახეც კი, რომელიც არის ლეონარდოს საიდუმლოს ერობაში, სხვადასხვა თანამედროვე ავტორებმა გამოიყენეს თავის ხოთაშორის ნაწარმოებებში. ერთ-ერთი ამისი კარგი მაგალითი, ჩემი აზრით, არის ეს შესანიშნავი ფილმი, რომელიც გადაიღო გენიალურმა ესპანელმა რეჟისორმა ლუის ბუნუელმა 1961 წელს გამოვიდა ეს ფილმი ვირიდიანა, სადაც ბუნუელი ფილმში აკეთებს ძალიან სკანდალურ რამეს თითქოს ერთი მხრივ. ესე იგი, აქ რა ხდება ფილმში, რომ ეს არიან ისინი, რა ქვია, როგორ გითხრათ, აი ღარიბი ხალხი, რომლებიც მაწანწალები, რომლებიც შეიჭრებიან სახლში, სადაც ცხოვრობს მარტოხელა ქალი, ყველაფერს იქ მიულეწავენ, მოულეწავენ, რაღაცებს გააფუჭებენ და რაღაც მომენტში მაგიდასთან აი ესე დაждდებიან და მიიღებენ, ასე ვთქვათ, საიდუმლო სერობის, ასე ვთქვათ, პოზას თითქოს, ხო? და ეს ბუნუელმა ამაში, რომელიც იყო სიურრეალისტი და რეჟისორი, რომელსაც უყვარდა საერთოდ თავის ნაწარმოებებში რაღაც ესეთი თითქოს ციტირება, რაღაც სხვა ცნობილი ნაწარმოებების, აი მან ამით თითქოს მოგცა ესეთი რაღაც თავისებური ხატი, ცოტა ირონიული, სარკასტული, სადაც აი მან ეს პერსონაჟები განალაგა საიდუმლო სერობის პოზით, ხო? ხშირად ძალიან ისე გამოიყენება ასევე ეს თემა, მე ვიტყოდი ძალიან უგვანოდ, ძალიან ისეთი მიზნით, რომ აი რაღაცა კომერციული, როგორ გითხრათ, კომერციული მოგება ნახონ, იმიტომ რომ იყო მაგალითად ესეთი გაჩვენებ შემდეგ სლაიდზე ერთ-ერთმა მოდელიორმა, ფრანგმა მოდელიორმა თავისი მოდების ჩვენება უნდა გამართულიყო და პოსტერები მოამზადეს, ამ პოსტერზე არიან გამოსახული მოდელები, რომლებიც ზიან, ასე ვთქვათ, საიდუმლო სერობის პოზაში, აი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აქა, ნახეთ. ну ესეც ახლა, როდესაც ეს პოსტერი პირველად საფრანგეთში გამოიკრა ყველა ქალაქებში, ამას მოყვა ძალიან დიდი პროტესტები სხვადასხვა წრეებში, მათ შორის კათოლიკურ წრეებში და ფაქტიურად აიძულეს, რომ მოეხსნათ ჩვენებიდან ეს პოსტერი რაღაც დროის შემდეგ, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ იგი, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფდა მორწმუნეთა ქრისტიანულ გრძნობებს და ჩემი აზრით საერთოდ ესეთი თემაა, რომ არ შეიძლება ზედმეტად პროფანაცია თემისა, რომელიც თავისი არსით უკავშირდება რელიგიას, ადამიანების წმენას, ადამიანების სულიერ სამყაროს. აქ მე მგონი საერთოდ უფრო დელიკატურები უნდა ვიყოთ და არ უნდა ვეცადოთ ყველაფერი მოგების და ფულის მოხვეჭის წყაროდ ვაქციოთ, ხო? ამდენად მეც არ მგონია, რომ ესეთი კომერციალიზაცია ამ თემის იყოს სწორი და მისაღები. რაც შეეხება თვითონ და ვინჩის კოდს, ამ წიგნს, დენ ბრაუნის ამ წიგნს, როგორც გითხარით, ამ წიგნის შეფასებები იყო საკმაოდ კრიტიკული, ძალიან ბევრმა აღიარებულმა ცნობილმა მწერალმა იგი სასტიკად გააკრიტიკა, მაგალითად აი სალმან რუშდი, რომელიც თანამედროვეების ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, უდავოდ შეიძლება ითქვას, რომ მიწასთან გაასწორა და ვინჩის კოდი, თქვა, რომ ესო იმდენად ცუდი წიგნიაო, რომ სხვა ცუდი წიგნები მის ფონზე კარგებად ჩანანო. ეს ახლა შეიძლება ზედმეტად კატეგორიული შეფასებაა, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ფაქტად რჩება ის, რომ 21 საუკუნის ყველაზე გაყიდვადი წიგნია. უდავოა, რომ ამ წიგნში არის სინამდვილის და ფიქციის ნარევი და ეს ისე არის გაკეთებული, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მომხივლელი გახდეს, ანუ არ შეიძლება ამ წიგნში რაზეც არის ლაპარაკი და როგორც არის ლაპარაკი, ეს მივიღოთ როგორც რაღაც ჭეშმარიტება, ბუნებრივია. და არც რაიმემა განსაკუთრებით მაღალი ლიტერატურული დონით გამოირჩევა ეს ნაწარმოები. ეს ნაწარმოები არის ის, რაც არის, ანუ გასართობი წიგნი, რომელიც პრინციპში ცუდი არ არის, რომ ადამიანმა წაიკითხოს, იმიტომ რომ და ვინჩის კოდის წაკითხვის შემდეგ რაღაცნაირად გიჩნდება ინტერესი ამ თემის მიმართ, ისტორიის მიმართ. ამის შემდეგ შეიძლება წაიკითხო უფრო მეტი, უფრო სერიოზული, უფრო სარწმუნო მეცნიერული კვლევები. ანუ ამ წიგნმა შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა დადებითიც გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ აი გაგვახსენა საიდუმლო სერობა, გაგვიძლიერა ინტერესი ამ თემის მიმართ, ხო? ეხლა მეც ალბათ ამ ლექციას ჩემი კურსისთვის არ მოამზადებდი თავის დროზე და ვინჩის კოდი რო არ წამეკითხა, ხო? დენ ბრაუნის ეს წიგნი, ამდენად შეიძლება ითქვას, რომ არ მინდა ვიყო, ასე ვთქვათ, ისეთივე გამანადგურებლად კრიტიკული მის მიმართ, როგორც ვთქვათ, ზოგიერთი სხვები არიან.
და რაც შეეხება თვითონ საიდუმლო სერობას ლეონარდოსი ის ალბათ დარჩება მარადიულ საიდუმლოდ, იმიტომ რომ მართლაც ისეთი საოცარი რამ არის და ისეთი მაღალმხატვრული ნაწარმოებია თავისი ყველაფრით და იმდენად საკრალურ, იმდენად საიდუმლო, საინტერესო თემას ეძღვნება, რომ ალბათ ადამიანებს სანამ კაცობრიობა არსებობს, ყოველთვის ექნებათ ინტერესი ამ თემის მიმართ, ამ ეპიზოდის მიმართ, ქრისტეს ცხოვრების, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, საკვანძო ეპიზოდი იყო და რა ვიცი, დავამთავროთ ალბათ იმითი, რითიც დავიწყეთ, რომ კიდევ ერთხელ მოვიხაროთ ქედი ლეონარდოს გენიის მიმართ, რომელმაც ესეთი შესანიშნავი რამ შეგვიქმნა. მოკედ ეს არის და ეს, ამითი მინდა რომ დავამთავრო ლექცია დღეს.